მოგესალმებით, მე ვარ ცოტნე ბლიაძე. სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში საქართველოში ერთ-ერთი ნომერ პირველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი. დავიბადე მოცეკვავების ოჯახში, დედა, მამა, ჩემი ძმა, ჩემი პატარა დაიკო მოცეკვავეები არიან. ჩემმა ძმამ ასევე ტრადიცია გააგრძელა და ცოლად მოიყვანა ასევე მოცეკვავე. ცხოვრობდი ამერიკაში 2 წლის განმავლობაში, სადაც წარმოუდგენლად დიდი ცოდნა მივიღე ამ სფეროში. ვიყავი ცეკვავენ ვარსკვლავების მე-7 სეზონის მონაწილე და ვარ ზოგადად ადამიანი, რომელიც გიჟდება წარმატებულ, შრომის მოყვარე და მიზანდასახულ ადამიანებზე და მათთან კომუნიკაციაზე და ზოგადად აზრების გაცვლაზე. და სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ რატომაც არა, რომ ჩავწეროთ პოდკასტი, რომ მე ძალიან დიდი სიამოვნებით მოусმენდი ესეთ წარმატებულ ადამიანებს სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში და გამიჩნდა იდეა, რომ მოდი მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც დაიწყებს ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ მოგესალმებით პირველი პოდკასტიდან საქართველოში, რომელიც სამეჯლისო სპორტული ცეკვების განხრით გვექნება. პირველი ჩვენი სტუმარი არის უმაგრესი, ულამაზესი, უშხვართალესი და ძალიან მაგარი ადამიანი, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ პირველ რიგში ადამიანობა ფასობს, ეგ არის ნომერ პირველი და მე სხვა სფეროებში პროფესიონალიზმი. ბარბარე მამულია. მოგესალმებით, ბარბარე. ბარბარე ცხოვრობს იტალიაში. სამწუხაროდ საქართველოს სახელით ვერც ეკავს, იმიტომ რომ მას ყავს იტალიელი მეწყვილე. თუმცა ყველამ ძალიან მაგრად იცის და ძალიან კარგად იცის, რომ არის ქართველი გოგონა, ეს ქართული ტემპერამენტი დაყვება მას, მე შეგიძლიათ ნახოთ ინსტაგრამზე მოძებნოთ და ცეკვის ვიდეოებში ნახავთ მაგ ყველაფერს, რომ ეს ქართული ტემპერამენტი რაღაცნაირად იგრძნობა. ძალიან მიხარია, რომ შენ ხარ ჩემი პირველი სტუმარი. ძალიან ეს ექსპრონტად მოხდა ჩვენი პირველი პოდკასტის ჩაწერა, სულ რაღაც რამდენიმე დღის უკან და იმეთქის ვაკეთებთ. რაღაც მოკლედ შეხვედრა გქონდა, რაღაც ყავას ვსვავდით და ძალიან ესე წარმატებულად ვისაუბრეთ საინტერესოდ და მეთქი ბარბარე უნდა ჩავწეროთ უეჭველი ეს ყველაფერი, ეხლა რაც ვისაუბრეთ თქო და ესე გაჩნდა მოკლედ იდეა. პირიქით, შენ უღრმესი მადლობა, რომ ესეთი დიდი პასუხისგებლობა ამ კიდე შემიძლია თქვა. ცოტას ნერვიულობ, მაგრამ იმედია, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ძალიან დიდ მხარს გიჭერ, რომ ესეთი ახალი წამოწყება ძალიან კარგია და მიხარია და მიხარია, რომ ყოველთვის ვსწავლობ რაღაცა ახალი შექმნა და უფრო რაღაც გაახალისო ეს ჩვენი ცეკვის სამყარო და ეს თქვა ცნობადობა ამაღლა სამეჯლისო სპორტული ცეკვების მიმართულებით. ვეცდებით მაქსიმალურად და დარწმუნებული ვარ პრინციპში, რომ ძალიან საინტერესო კონტენტი გამოვა. ბარბარე ხა სულ რაღაც რამდენიმე კვირით არის ჩამოსული საქართველოში და დავიჭირა ეგ მომენტი. ბარბარე, პირველი შენგან რაც მაინტერესებს, როგორც გამოცდილი მოცეკვავე. საქართველოში სამწუხაროდ ადამიანების 80% ალბათ შეიძლება ესე ითქვას, არ ესმის რა არის სამეჯლისო სპორტული ცეკვები. ეს ჩემი გადმოსახედიდან გამომდინარეობს იქიდან, რომ უბრალოდ მათ არ აქვთ საკმარისი ცოდნა ამ სფეროს მიმართ. და შენთვის, ბარბარესთვის რა არის სამეჯლისო სპორტული ცეკვები? ბარბარესთვის ეს ცეკვები არის ყველაფერი ზოგადად, მთელი ცხოვრება. თუმცა მესმის ხალხის, იმიტომ რომ განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ ქართველებს და ზოგადად ჩვენ ფიქრობენ, რომ მამაკაცი არ უნდა ცეკვავდეს ამ ცეკვებს, არ არის შესაფერისი ცეკვები, თუმცა მე ძალიან მამაკაცურ ცეკვად აღვიქვავ. და ეს ვთქვათ ლათინი შეიძლება იყოს ძალიან მამაკაცურიც. არ ვიცი, ჩემთვის მისაღები არის ყველანაირად ეს ცეკვები, იმიტომ რომ გამოხატავს რაღაცა სიძლიერეს, ყველაფერი არის გაერთიანებული. როგორც ცხოვრებაში გავდივართ და გვაქვს ძალიან ბევრი გამოცდილება, გრძნობები, ყველაფერი არის გადმოტანილი ამ ცეკვებში. არის ჩვეულებრივი, რომ ჩემთვის ეს ვთქვათ ცხოვრება. ოღონდ გამოხატავთ ამას ცეკვით. სამეჯლისო ცეკვები, თვითონ სიტყვასაც რომ დაუკვირდე სამეჯლისო, ხო, ან მეჯლისებიდან წამოსული სფეროა. მეჯლისი ზოგადად ყოველთვის მოიაზრებოდა, რომ იყო ძალიან მაღალი ფენის საზოგადოება იკრიბებოდა და ტარდებოდა ხოლმე და ცეკვავდნენ წყვილები ერთად.
შეიძლება ესენი ყოფილიყვნენ რაღაც მეფე დედოფალი, ნუ მოკლედ ბიჭთან განისაზღვრებოდა ყველა შემთხვევაში. გარდა ამისა ერთ-ერთი როლი კი არა, ძალიან დიდი როლი აქვს მამაკაცს ზოგადად სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ეხლა თან დედა ჩემი, მამა ჩემი, როგორც ვახსენე, ჩემი ოჯახი არიან ამ სფეროში, ეხლა მამა ჩემი, მე, ჩემი ძმა, სამივე ბიჭი ამ სფეროს მივყავით ფაქტობრივად და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ღირსეული თვისებები ჩამოგვიყალიბა სამეჯლისო სპორტულმა ცეკვებმა საპირისპირო სქესთან მიმართებაში რა, აი ეს რაღაცა განსაკუთრებულად და მგონია რომ სხვანაირად ვუყურებთ უფრო მანდილოსნებს ესე რომ ვთქვათ. და რაღაცა ამ თემას შევეხეთ, აი კაცის და ქალის როლს როგორ გამიჯნავდიან, აი რა სიტყოდი აი ამ თემაზე ქალის და კაცის როლი როგორია სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში. ალბათ ისევ როგორც ცხოვრებაში, ცეკვაშიც კაცის აქვს უფრო მთავარი როლი, არის ლიდერი, ვთქვათ, ასევე იცავს ქალს ცეკვის დროს. ქალი ალამაზებს რომ მეტად სანახაობრივს ხდის ცეკვას. და ჩემთვის კაცის როლი არის ალბათ ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ადრე არ ვეთანხმებოდი. მაგრამ მინდოდა რომ მე უნდა ვიყო მთავარი, მე უნდა ვიყო ლიდერი. თუმცა ეხლა შევცვალე გაზრონება და ჯერა რომ კაცი არის მთავარი ცეკვის დროს, რომ მიყავს თლიანად ის განაგებს, მეერად მოხდება. გეთანხმები 100%-ით და ასევე დავამატებდი მე რომ უბრალოდ არასწორი მგონია რომ შეადარო კაცი და ქალი ერთმანეთს ცეკვის დროს. ეგ უკვე ეკითხა რომ ისმევა უკვე ცალსაღად არასწორია, იმიტომ რომ კაცს თავისი როლი აქვს და ქალს თავისი როლი აქვს რა. ღმერთმაც მაგიტო შექმნა ქალი და კაცი რომ ვაში სუქალები იქნებოდნენ და სუკაცები იქნებოდნენ. ესე იგი რაღაცა განსხვავება უნდა იყოს მათ შორის და ზუსტად ეგ განსხვავებულობაც ქმნის იმ უნიკალურობას და იმ სრულყოფილებას საბოლოო ჯამში, რაც უნდა იყოს ცეკვაში და ეს ხო ცხოვრებაშიც ესეა რა. კაცს თავისი როლი აქვს. ეხლა მე ესე მესმის ეხლა ჩემი გადმოსახედიდან ზოგადად აი ტრიპაჩა კაცებს ვიტყვი რა, ანუ ტრიპაჩა ტიპები მე ცეკვის დროს არ მომწონს. ეხლა პირობთ აი ქალზე მეტად რომ უნდა რა ესეთი რაღაცები მე არ მიზიდავს რა. პირიქით, ანუ კაცი უნდა იყოს დასტოინი და უნდა მარიაჟობდეს ბუდისტი ჟარგონისტის, მაგრამ ეგრე უნდა ვთქვა, უნდა მარიაჟობდეს და უნდა იფერებდეს, რომ ვის გვერდზეც ცეკვას ის ქალი არის სოფლიოში ნომერ პირველი, მისთვის ესე უნდა იყოს რა. თუ ნუ ეხა ეს შეიძლება ეგრე არ ფიქრობდეს, მაგრამ უნდა დაიჯეროს იმ მომენტში, სანამ როცა ცეკვავს, ჩვენ ხო სახლებებიც ვართ რა. ამავდროულად და უნდა დაიჯეროს, რომ მის გვერდზე არის სოფლიოში ყველაზე მაგარი ქალი და ამით უნდა იმარიაჟოს, როგორც თქვი. ნუ აი, გამოვიდეს და თავის გოგოს პრეზენტაცია უნდა გაუწიოს, რომ ნახე რა გოგო მყავს გვერდზე. მე მგონია რომ მაგით უფრო დაფასდება კაცი, ვიდრე გამოვიდეს და ნახე მე რა მაგარი ვარ, მარიაჟობა დაიწყოს. ქალის შემთხვევაში მგონია რომ აი ქალის შემთხვევაში იგივე უნდა იყოს, რომ ზოგადად ეს მგონია რომ რეალურ ცხოვრებაში როგორი ძლიერი ქალის არ უნდა იყოს, მას სჭირდება საყრდენი რა გვერდით. ანუ როცა ქალს პირიქით ეყრდნობიან, მგონია რომ ეგეთი ოჯახებიც და ეგეთი ურთიერთობებიც ვერ ბალანსდება, ასე მგონია რა. ნებისმიერ ძლიერ ქალს სჭირდება დასაყრდენი, რომ აი თავი იგრძნოს შვიდად რა. და რო გამოდის პარკეტზე თავის მამაკაცთან ერთად, აი უნდა გრძნობდეს, რომ ყველაზე სანდომიან ადამიანთან ერთად არის მსოფლიოში, ანუ რაც არ უნდა მოხდეს, იცის რომ მის გვერდშია და ყველა შემთხვევაში, ანუ გრძნობს მის სიძლიერეს და ენდობა, რაც ყველაზე დიდი, რაც მთავარია, ენდობა და მიყვება მას. და როცა ეს ყველაფერი ესე არის დაბალანსებული და ქალსაც გააზრებული აქვს თავისი როლი და კაცსაც გააზრებული აქვს თავისი როლი, მგონია რომ აქ უკვე შეიძლება ჩვენ გვიყვარს ეგ სიტყვა იდეალური არ არსებობს არაფერი, მაგრამ იდეალურთან მიახლოებული წყვილი შეიძლება რომ გამოვიდეს. რაღაცა მგონია რომ ეს რეალურ ცხოვრებაშიც ასეა და
იგივეა ზუსტად ცეკვაში. ვერაფერს ვერ დავამატებ, აი ბოლომდე რასაც ვფიქრობდი, გეთახმები აბსოლუტურად ყველაფერში. ძალიან სწორი შეხედულება. ხო, აი ეს შეხედულება ჩავამიყალიბა ეხლა ზოგადად ამ სფეროში მოღვაწეობამ და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორია, ეს მგონია რა. კიდევ რა მაინტერესებდა შენგან ზოგადად აი საქართველოში შენთვის, მაგრამ სანამ მაგას კითხავდი, მაინტერესებს ისე იტალიაში როგორი შეხედულება აქვს. აი შენ ხა ქართველი ხარ, ქართულ მენტალიტეტს იცნობ და რაღაც კუთხით იტალიელები და ქართველები გვანან ორივე რაღაც ტემპერამენტიანები და ისეთი ცეცხლოვანი ხალხი ვართ რა და იქ როგორი შეხედულება აქვს ამ სფეროსთან მიმართებაში? ჩემი გადმოსახედიდან იქ უფრო მეტად გახსნილები არიან, არ უშინდებიან, თითქოს არ უყურებენ სხვის აზრს. თუ მათ უნდათ რომ თავიანთი შვილი შეიყვანონ ცეკვაზე, შეყავთ, იმიტომ რომ ძალიან მოსწონთ, აფასებენ ამ პროფესიას. მეტად გახსნილები არიან და ეს ვთქვათ ღია სიახლეების მიმართ. შესაბამისად იტალიაშიც უამრავი ბიჭი, მამაკაცი ცეკვავს და ბევრი მოცეკვავები ყავთ. მე არასდროს არ მყოლია ქართველი მეწყვილე, იმიტომ რომ ხო, არასდროს არ მყოლია ქართველი მეწყვილე, იმიტომ რომ ბიჭის ეს ვთქვათ ნაკლებობა არის საქართველოში. ვინც არის ეს ყველა დაკავებული იყო, ამიტომ მომიწია უკვე 11 წლიდან გასვლა საზღვარგარეთ. რომ ეს ვთქვათ გამეგრძელებინა ჩემი კარიერა და სკოლაში უკვე როგორც პროფესიონალს დამიწყო კარიერის შექმნა. და მყავდა სულ უცხოელი მეწყვილეები, რადგანაც აქ ბიჭები ძალიან ცოტანი არიან. ვფიქრობ, თქონდა ალბათ მენტალიტეტის გამო, რომ არ უნდათ რომ თავიანთი შვილი რაღაც ცეკვავდეს ლათინებს, არის წარმოუდგენელი. აი, მეტად გახსნილები არიან კი. ანუ მაინც განსხვავება არის მიუხედავად იმისა, რომ ტემპერამენტით ვყავართ ერთმანეთს რაღაცა ერთნაირ ტალღაზე ვზივართ ჩვენ და იტალია ესე რომ ვთქვათ, მაინც განსხვავება არის. კარიერას შევეხეთ და როგორც ახსენე, ქართველი მეწყული არ ყოლია არასდროს. დღეს ბარბარე ჩემი გადმოსახედიდან და დარწმუნებული ვარ სხვების გადმოსახედიდანაც შეიძლება არ აღიარავენ, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან წარმატებული გოგონა ხარ და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე გაქვს პირველი ადგილი აღებული, გამარჯვებული და ძალიან წარმატებულად ასპარეზობ სოფლიო მასშტაბით და აი როგორ გაიარე ეს გზა, როგორი იყო, რა სირთულეებს გადააწყდი ამ კარიერის მანძილზე და როგორ გადალახე ეს სირთულეები? ოკეი. და გრძელი ამბავია ეს. მე ცეკვა დავიწყე, ვიყავი 6 წლის და სურვილი გამიჩნდა, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ შევსულიყავი სამუშაო სპორტულ ცეკვებში. პირველ რიგში დავინახე ჩემი მასწავლებელი სალომე ჭაჭუა, რომელიც იღებდა მონაწილეობას ცეკვიან ვარსკვლავებში და მისი დანახვის შემდეგ უკვე მომინდა, რომ შევსულიყავი ამ ვთქვათ მიმეღო მონაწილეობა და მისწავლა ეს ცეკვები. 11 წლამდე ვიყავი საქართველოში და შემდეგ უკვე წავედი უკრაინაში. გამოგრძელე ჩემი კარიერა. სალომემ შემოყვარა ეს ცეკვები, მასწავლა დისციპლინა, შრომის უნარიანობა, სიყვარული, რასაც ქვია სიყვარული ცეკვის მიმართ, მისგან გამომდინარეობს და დღემდე ვაფასებ და ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ჩემთვის საქართველოში არის საუკეთესო მასწავლებელი, მოცეკვავი და პირველ რიგში ადამიანი. იმიტომ რომ სალომე რო არ ყოფილიყო, მე დღესაც ვარ იქ მართლა არ ვიქნებოდი. რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემთვის ხელი შეეწყო და რაც ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, დამხმარებოდა და გამეკეთებინა. არ ფიქრობდა საკუთარ თავზე. უყურებდა, ეს ვთქვათ, მოცეკვავის პოზიციიდან ყველაფერს და მართლა როგორც დედა ჩემი, ისე იყო. აი, დედა როგორც თავის შვილისთვის საუკეთესოს გადაწყვეტს, ისე იყო სალომე ჩემთვის. მითხრა, რომ შენთვის უკეთესი იქნება თუ წახვალ და განვითარდები. ეს ვთქვათ, არ დამტოვა და არ დამბლოკა. რასაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, ხშირად აკეთებენ მასწავლებლები, არ უშვებენ, ეშინიათ დაკარგვის, თავისი გაზრდილი მოსწავლის გაშვების. სალომესნაირი ადამიანები ძალიან იშვიათობაა და მადლიერი ვარ მისი ძალიან. ამდილას სალომე
ჩემთვისაც ერთ-ერთი ნომერ პირველი მოციქავია და ეხა ყველამ კარგად იცის ზოგადად სალომე ჭაჭუა ვინ არის და ეხა ჩემგან ბევრი ხოტბის შესხმა არ ჭირდება მას. უბრალოდ ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს მე სალომეს მიმართ, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, შრომის მოყოლი ადამიანებზე ვგიჟდები და მიზან დასახულ ადამიანებზე და სალომე იყო ამ ყველაფრის ალბათ ეტალონი იყო და მაგალითი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ყოველთვის საკუთარ განვითარებაზე საკუთარ განვითარებაზე მუშაობს და ზოგადად აი მე განვითარებას კიდე ესე ვუყურებ რა შენ რომ საკუთარ თავს ავითარებ ყველაზე დიდი განვითარება საზოგადოების ეგ არის მე თუ ჩემ თავზე ვიფიქრებ და მე ჩემ თავს განვავითარებ და შენ თავს განავითარებ ხო უკვე რეალობაში განვითარებული და წარმატებული საზოგადოება დგება და ენერგიების მიმართვაც სწორად უნდა შეგვეძლოს რა ანუ ადამიანები ხშირ შემთხვევაში რა შეცდომასაც უშვებენ უყურებენ სხვის ცხოვრებას ეგ უნდა გესმენდეს რომ შენ ადამიანის შეცვლა და მისი ცხოვრების შეცვლა არ შეგიძლია მაქსიმუმ შეიძლება დაეხმარო მაგრამ დანარჩენი თვითონ უნდა გაკეთოს ამიტომ თუ ჩვენ საკუთარ თავზე ვიფიქრებთ ბევრად მაგარ საზოგადოებას მივიღებთ და სალომეს მოკითხვა. გამარჯობა მას დღემდე მას ვეძახი, იმიტომ რომ ყოველთვის დარჩება ჩემ პირველ მასწავლებლად. სალომე ნამდვილად სამაგალითო მოცეკვავია და ადამიანი ასევე რაც თავარია. ძალიან სწორ რაღაცას შეეხე კიდე შენ სამწუხაროა რომ საქართველოში ბლოკავენ თავიანთ მოცეკვავებს უფრო დიდ ასპარეზზე და რაღაცა პიროვნული ეგოს დასაკმაყოფილებლად თუ არ ვიცი რა დავარქვა ძალიან დიდი კარიერა შეიძლება დაუღუპონ მწვრთნელებმა რა და ერთი რაღაცა უნდა ესმოდეთ ესეთ მწვრთნელებს რომ ზოგადად ნებისმიერ მე ესე მესმის ზოგადად მწვრთნელის დამოკიდებულება მოსწავლესთან. აი, როგორც შვილის, ესე ვამბობთ, შვილი, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, ანუ როგორც შვილი არ უდგებიან რა. და რატო, ნახე? ნებისმიერი მასწავლებლების როლია, რომ თავის მოსწავლეს ეცადოს შეუქმნას უკეთესი მომავალი. თუნდაც ეს იყოს მისი სტუდიიდან წასვლა. იმიტომ რომ ეხლა ეს განვითარების გზაზე როცა მიდის ადამიანი, ხო? ეს გარდაუვალი რაღაც არის რა, ეხლა როგორც პირობითად ეხლა თუ ეხლა რიკარდო და კოკი არ გასწავლის პირობითად იული არ გასწავლიც და ასე შემდეგ ესეთი ადამიანი კი მაგ ადამიანებს აქვთ ის ცოდნა რომ 0-დან აგიყვანონ ტოპამდე მაგრამ ესეთი ადამიანები ხო ბევრი არ არიან არა შესაბამისად განვითარებას როგორც გადიხარ ადამიანი შენ უნდა შეიცვალო მენტორებიც ეხლა პირობითად პირველ კლასში რომ მივიდა ადამიანი და რო ასწავლიდა აბა რო ასწავლის ხო ანუ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ბავშვთან მუშაობა მაგრამ იმ ადამიანს სხვა როლი აქვს შენ ცხოვრებაში უნივერსიტეტში რო ამთავრებ მე სკოლას და უნივერსიტეტში რო აბარებ იქ სხვა მენტორი გჭირდება იმიტომ რომ იქ სხვა ღირებულების ცოდნა გჭირდება შენ მე მაგ ყველაფერს რო დაამთავრებ და დოქტორანტურაზე და რა ვიცი კიდე რაც შეიძლება ახვიდე ხო იქ კიდე უფრო ძლიერი მენტორი გჭირდება რა და როცა ასე უყურებ შენ ხა რომ ადგე და თქვა რომ აი არა მე ხა უნივერსიტეტში ვერ გადავალ იმიტომ რომ ამ მასწავლებელს ეს მასწავლებელი არ მიშვებს არ ვიცი ძალიან არასწორი ხო ვერ დავტოვებ ნუ საბოლოო ჯამში მე შენ განვითარებაზე ამბობ უარს და ყველაზე ცუდი მანდ არის ის რომ პირიქით აი სალომე აი მაგიტო კიდე უფრო მეტი პატივისცემა ჩემგან რომ გითხრა რომ ბარბარ ეს შენთვის ესე ჯობია მიუხედავად იმისა რომ ფაქტობრივად დედას ეძახდი ხო როგორც თქვი და რაღაცა დედობა გამიწია დედობის ტოლფასი რაღაც ღვაწლი აქვს შენთან მიმართებაში გითხრა რომ ბარბარე შვილო ეს შენთვის კარგია და ეს ნამდვილად დასაფასებელია და თავისი ხელითაც მივუყვანი ვარ სხვა სტუდიაში, როდესაც მქონია ესე ვთქვათ, ერთგვარი პრობი, რა ვეძახით თაცდელს, რომ მე შეიძლებოდა მეცეკვა ქართულ ბიჭთან. თუმცა შემდეგ უკვე სიმაღლის გამო ვერა ვეწყვეთ. იქეთა სტუდიას არ უნდოდა კოლაბორაცია.
ესეც ერთ-ერთი სამწუხარო ფაქტია საქართველოში გავრცელებული, რომ არ მოსწონ კოლაბორაციები და 50-50-ზე როდესაც არის სტუდიები. მაგრამ სალომე თანახმა იყო ჩემ გამო, რადგან მე პირველი გამოცდილება თქვა წყულში განვითარებულიყავი, ბოლომდე გადავსულიყავი სხვა სტუდიაში. თავისი ხელით მიმიყვანა და გამოვა წადი, იმიტომ რომ შენთვის იქნება უკეთესი. ხო, ესეთი დამოკიდებულება ქონდა მას ყოველთვის. რასაც ძალიან დიდი პატივისცემა და კი, ძალიან სწორია. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა, ეხლა ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც სოლოში ძალიან წარმატებულად ასპარეზობდა მსოფლიო მასშტაბით, არა მარტო საქართველოში. ძალიან უნდა წყვილი. ისიც აი ბავშვობიდან ჩემი გაზრდილია და ერთ-ერთი სხვა სტუდიიდან იყო შანსი, რომ დამდგარიყო წყვილში და ჩვენ და სამწუხაროდ ეს საქართველოში ჯერ ისე ხო ძალიან დიდი ქვეყანა ვართ, ეხლა სამი ფედერაცია როა, კიდე დაყოფილები რო ვართ, ეს ზოგადად ძალიან მე არ მომწონს ყოველ შემთხვევაში ეს დაყოფილება, მაგრამ ეგეთი რეალობაა რა. სხვა ფედერაციის მოცეკვავე იყო ეს ბიჭი. და რო იყო საუბარი, რომ აი ცადოთ წყულში დადგომა და ეს პრობის ამბავი, ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, რომ მე მოყვებით, ყველაფერზე მოყვებით, თუნდაც ის რომ და საერთოდ არ იციქოს მე რომელ ფედერაციაში ვარ, იმ ფედერაციაში, იციქოს სულ თქვენ ფედერაციაში ოღონდ წყვილში დადგეს, იმიტომ რომ ჭირდებოდა მას იმ მომენტში ყველაზე მეტად ზუსტ ჭირდებოდა მეწყვილე რა და ჩემი აზრით ესეთი მიდგომა თუ ეკნებათ მწვრთნელებს თავიანთი მოსწავლეების მიმართ უკეთეს რეალობას შეუწყონ რომ განვითარდნენ. კი, უკეთეს რეალობას მე. მოცეკვავების კუთხიდან რა იქნება მათთვის უკეთესი, არ დაბლოკონ. და კოლაბორაციები თუ დაიწყება სტუდიებს შორის და გახსნილები იქნებიან, ჩემით ეს გაუმჯობესებს. აი ხა ჩემ შემთხვევაში მე ხა ჩემი სტუდია მაქვს და სულ მიწევს ხოლმე კოლაბორაციული ამბები და აი 50-50-ზეც კი არ მოდიან ხოლმე რა, ანუ ეგ ჩემთვის ყველაზე შოკია, რომ აი 50-50-ზეც არ ანუ უნდათ რომ 100-0-ზე იყოს რა, ანუ ეგ ხო, ეგ ძალიან ცუდია ეგეთი რეალობა რო არის, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, ბევრი ქართველი კარგი წყვილი შეიძლება შედგეს და ამ ცუდი რეალობის გამო ვერ დგება სამწუხარო ამბავი არის. ეხლა დაუბრუნდეთ შენ კარიერას. შენ კარიერაში ჯერ ყველაფერი კი წინ გაქვს ეხლა ხარ რამდენი წლის? 19 ჯერ ანუ ფაქტობრივად 3-4 მაგდენი უნდა იცხოვრო და ეს ყველაფერი წინ არის კაც. მაგრამ რაც გაიარა ახლა ამ პერიოდში, რამდენი წლის იყავი პირველად რომ წახვედი საზღვარგარეთ? 11 წლის ვიყავი. 2 წელი ვცხოვრობდი უკრაინაში, მარტო, სრულიად მარტო. და როდესაც ადამიანები იგებენ რომ დედაჩემა ესე ბავშვი გაუშვა საზღვარგარეთ მარტო, ფიქრობენ რომ არ ვიცი რა შეხედულება აქვს საერთოდ ამ ქალს თავისი შვილი არ უყვარს. ეგეთ რაღაცები გამიგია დედაჩემზე რომ შვილი არ უყვარს და მაგითო გაუშვა საზღვარგარეთ მარტო, ცოდვა ბავშვი. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. სიმართლე რო გითხრათ, არ მინდა რომ სხვა მოცეკვავები შევაშინო, მინდა რაღაც სამოტივაციო იყოს უფრო, თუმცა ამ სირთულეების გარეშე არ ხდება არაფერი და მე ზოგადად ცხოვრებაში ყველაფერი გამომდის ძალიან დიდი შრომის და წვალების შედეგად. არ ვიცი, ესე ხდება ყოველთვის. არაფერი არ გამომსვლია მარტივად. მეც ეგრე ვარ. არა უშავს. მე ვფიქრობდა მჯერა იმის, რომ არსებობს ყველაფერს აქვს თავისი დრო. თუ ეხლა არ ხდება, ესე იგი რაღაც უფრო დიდისთვის და მასშტაბურისთვის ვემზადებით. სწორი დრო და ჩვენი დრო იქნება მოვა საცალა. ზუსტად აუცილებლად. დედასაც ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან, იმიტომ რომ ეგეც არ არის მარტივი 11 წლის შვილი გაუშვა საზღვარგარეთ, მით უმეტეს საზღვარგარეთ კი არა, მე მყავს მოსწავლეები და აი რა 5 კილომეტრი აქვს გამოსავლელი იმით ავტობუსით. აი მე ვერ გამოუშვებ. რა გავუშვებ 14 წლის რა, 14 წლის ბავშვი. რატო ვერ უნდა გაუშვა 5 კილომეტრი სიქით, ან ეგ მაგ თემას ახლა არ ჩავყვები, მაგრამ
დამოკიდებულება უნდა ასწავლო შენ შულს. ეხლა მამა ჩემი, აი ნახე, ეხლა რო გავიზარდე, ძალიან ვაფასებ მამა ჩემის და ზოგადად დედა ჩემის მიდგომას რაღაც კონკრეტულ საკითხებზე რა. ძალიან ცელკი ბავშვი ვიყავი მე, აი გადადი, გადმოდი, აძვერი, ჩამოძვერი, თან ძალიან სპორტული ბავშვი ვიყავი და აი თუ კი რამე ხე იყო და სადმე რა ასაძრომი იყო, ყველგან ავდიოდი ხოლმე და ბევრი რაღაცას მომიტეხია და მოკლედ მთელი ამბები, მაგრამ მამა ჩემის მიდგომა იყო როგორ იცი რომ მამი არ ახვიდე შულო, არ ახვიდე კი არა. უეჭველი იცოდა რომ ავიდოდი. შანსი არ იყო, ანუ როგორც კი თვითონ თვალს მოიფარებოდა უეჭველი ავიდოდი. მოდი მამი მეტყოდა. აი აქ ასე უნდა ახვიდე, ასე უნდა ჩამოხვიდე. მიდე ხერთი 10 ჯერ ადი და 10 ჯერ ჩამოდი. და ნუ აი ეს რომ შეატყობდა რომ ანუ უსაბრთხოთ აუძრებოდი და ჩამოდიოდი უსაბრთხოთ, ეგ არის ყველაზე სწორი მიდგომა რა და განაისრო არ გაუშვა, არა, ასწავლე, როცა ჩავარდება რაღაცა რთულ მდგომარეობაში, როგორ მოაგვაროს ის პრობლემა რა. ხო და აი ძალიან სწორი მიდგომა აქონდა შენ მშობლებსაც, ვიცნობ პიროვნულადაც და ძალიან მაგარი მშობლები ყავს. დედა, ბებია, მამას არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარგი ადამიანია. შენ ძამიკოსაც ვიცნობ. და მოკლედ ძალიან მაგარი ოჯახი და მოკითხო აქედან ეს ოჯახს. კი, ოჯახისგან ყოველთვის მქონდა და მაქვს მხარდაჭერა. ყველანაირი, რა თქმა უნდა, ფინანსურადაც მეხმარებიან, ფსიქოლოგიურად, მორალურად, ყველანაირად. როდესაც რაღაც მარცხი მაქვს, მამხნევებენ და არის დედა ჩემი იყო პირველი ადამიანი, როდესაც პატარა ასაკშიც რაღაცა წარუმატებლობა მქონდა, ყოველთვის მამხნევებდა და მისი დამსახურებაა, რომ დღეს მაქვს, ისე ვთქვათ, ძლიერი ფსიქოლოგია. და მენტალურად ვარ უკვე ძლიერი. მიჩვეული ვარ ყველაფერს და ისე ვთქვათ, პრობლემა ჩემთვის არ არის რაღაცა ესეთი, რომ აი მე პრობლემა არ არის, რაღაც გამოწვევა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირი პრობლემას გადავლახავ და პრობლემის გადალახვის შემდეგ ვიქნები უკეთესი. და გაუმჯობესდები და რაღაცა ეს პრობლემა პირიქით მიხმარება მე, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია შექმნა. ამიტომ პრობლემა მიხარია. ვიცი რომ გადავლახავ და რაღაც შემდეგ უფრო კარგი იქნება. ზუსტად ეგ არის. ზოგადად მარცხი თუ რა დავარქვათ ეხა იყოს პირობითად მარცხი, ეს ის გარდაუვალი გზა არის, რომელიც წარმატებული ადამიანები გადიან რა. და ზუსტად ეგ არის, რომ უნდა შეგეძლოს სწორი აღქმა ამ ყველაფერს და სწორი დანახვა, იმიტომ რომ ეს ძალიან გაცვეთილი ფრაზა კი არის, რაც არ კლავს გაძლიერებს, მაგრამ რეალობაში ეგრეა რა. ზუსტად ეგ ხდება უკეთესობისთვის მე ამ ფრაზის მჯერა. კი, მეც მაგას ვენდობი. თავარია მე სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ თავარია, რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენი მაქსიმუმი ჩავდოთ და გავაკეთოთ და თუ არ გამოვა, ესე იგი არც უნდა გამოსულიყო რა. რაღაცა უკეთესი. მეც ეგეთი ტიპი ვარ, აი, რაღაცაში როცა ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ და მე არ გამოდის, საერთოდ გული წვეტა არ მაქვს. აი, ვაფშე არანაირი შეგრძნება არ მაქვს, მაგრამ რაღაც რო გამომივიდეს და იმ რაღაცაში ჩემი მაქსიმუმი ჩადებული არ მქონდა, შეიძლება ის იმან უფრო შემოწუხოს, რომ აი, კარგად გამოწვა. აი, აქ რო ის გამეკეთებინა. აი, კიდე რო შეიძლება უკეთესი ყოფილიყო რა და. თავარია ჩვენი მაქსიმუმი ვცადოთ და თუ არ გამოვა, ესე იგი არც იყო საჭირო რომ გამოსულიყო. ზუსტად ეგრეა და ხო ძალიან მიხარია მოკლედ, რომ აი ესეთი გამოცდილება გაქვს უკვე 19 წლის ასაკში და ეგ ყველაფერი ჰაერიდან არ მოდის, ხო? ამ მშობლების ხელშეწყობა ვარ ქონდა 11 წლის ბავშვი რო არ გაიშვა საზღვარგარეთ, შენ დღეს რა მენტალიტეტიც გაქვს, ეგ მენტალიტეტი არ გექნებოდა ფიზიკურად. მეც ამერიკაში რო ცხოვრობდი, ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაზე რთული პერიოდი, აი ურთულესი, იმიტომ რომ რაღაცა იმ საზოგადოებაში სადაც ტრიალებდი, საზოგადოებაში რა, ანუ ვისანაც მე მუშაობდი, ესე რომ ვთქვათ, და ჩემს მეწყვილესთანაც, ანუ ვერავისთან დაალაგებული ურთიერთობა არ მქონდა სამწუხაროდ რა. და ძალიან რთული იყო, ანუ მარტო გრძნობდი თავს და უცხო ქვეყანაში და თან იქიდან ძალიან რთულია, აი მშობელს გაუზიარო რაღაცა რა. შენ ახლა მაგის გამოცდილება გაქვს, იმიტომ რომ ნახე მე რატო არ ვუზიარებდი, იმიტომ რომ
აი მშობელმა აი რა უნდა დაგიხმაროს ეხა იქიდან აი რა უნდა გაგიკეთოს ისეთი აი ალბათ შეიძლება და რომ გამიზარებინა რაღაცები გაიკეთებინა მაგრამ აი ფიქრობდი რა იცი რომ აი მე მაგალითად არ მინდოდა რომ რაღაც უფრო მეტი სტრესი ქონდა როგორი სტრესია რომ შენი 11 წლის შვილი არის საზღვარგარეთ სრულად უცხო ქვეყანაში არც წინა არ ვიცოდი მაშინ სანამ უკრაინაში წავიდოდი 10 გაკვეთილი მქონდა მხოლოდ რუსულის აღებული და ესე წავედი იქ ვისწავლე რუსული და უკვე როგორც ქართულად ისე ვლაპარაკობდი. და ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, თუმცა ზოგადად ცხოვრებაში ისევა რომ არ ვაზიარებ ჩემ პრობლემებს. მიყვარს ჩემი პრობლემების მე თვითონ მარტო გადაჭრა, მოგვარება, ისე რომ არ შევაწუხო ჩემ გარშემო ხალხი. და არც მე არ ვაზიარებდი, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ ისეც ამხელა სტრესი აქვს, რომ მე აქ ვარ მარტო. ეხლა ეს რაღაცები რომ მოვუყვე, მე რაც მხდება თავს, უფრო მეტად დაისტრესებიან. ინერვიულებენ და არ მინდოდა ზედმეტად ენერვიულად. მაგიტომ არასდროს არ ვეუბნებოდი. თუმცა ფიქრობ რომ მაინც უნდა გააზიარო, იმიტომ რომ იმდენად ვიტოვებდი ჩემ გულში ამ ყველაფერს, ვერ ვხარშავდი, ესე ვთქვათ, ვერ ხდებოდა გააზრება ამ ყველაფრის, რომ მე ძალიან ცუდად იფეთქა და მქონდა სერიოზული მენტალური პრობლემები. კი. რომელიც გადავახე შემდეგ, რა? ხრთულია. მაგას მიუბრუნდებით. კი, აუცილებლად უნდა გააზიარო, იმიტომ რომ მაგ დროს ჩანსაღი აზროვნება შეიძლება არ გქონდეს ისე რა. და როცა უზიარებ ადამიანს, ის უკვე რაღაცნაირად შენში ჯანსაღი აზრით შემოდის, უფრო მეტად ის ცივი გონებით უყურებს და თან მithumetes ვინ. ემოციებსაც უფრო აზიარებ და ის შიგნით არ იტოვებ, არ გიქროვდება ის ცუდი რაღაც ემოციები. ზუსტად და შენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს უნდა გაუზიარო აუცილებლად. უნდა გყავდეს გარშემო დედა იქნება, ძმა იქნება, მეგობარი თუ უნდა გყავდეს ადამიანი, რომელთანაც გულწრფელა და ესე გულღიათ დაილაპარაკებ რა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე ზუსტად ამიტომ რო არ ენერვიულად და ამ რაღაცების ფონზე არ ვეუბნებოდი ხოლმე რა და რაღაც დოზით მე რო ჩამოვედი მე და მე გაიგეს რაღაცეები და ხო. ჩემს ცხოვრებაში ეგრე იყო. და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა აი ისეთი გამოცდილება მომცა, ისეთი ცხოვრებისეული, რომ ალბათ მთელი ცხოვრება საქართველოში მეცხოვრა, ალბათ ვერასდროს ვერ მივიღებდი მაგ ყველაფერს. და მადლობაც ამ სამყაროს ჩემ თავს დედას, მამას, რომ ეგ გამოცდილება რაღაცნაირად მივიღე ამ ცხოვრებაში რა. კი, ანუ სასწაულად შეცვალა ჩემი ცხოვრება მაგ ყველაფერმა. ეხლა ბევრი სირთულეები ვახსენეთ. ხო. და აი ყველაზე დიდი სირთულე რა იყო აი ამ განული გზის მანძილზე? ზოგადად ძალიან რთული იყო უკრაინაში ცხოვრება ჩემთვის. კარგად რო გითხრათ რომ მახსენდება თქო ის პერიოდი არა, ძალიან ცუდად მახსენდება, რაღაც შავბნელი პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების. და მქონდა ეს ფიქრები რომ აი რატო ვიმსახურებ ამას? რატო ხდება ეს ჩემ თავს? რითი დავიმსახურე? რა გავაკეთე ცუდი, რომ ეხლა ისეთი რაღაცეები ხდება ჩემ გარშემო? ბევრს ვარჯიშობდი, რა თქმა უნდა, რომ ძალიან სერიოზულად ვეკიდებოდი ამ საქმეს. 11 წლის კი ვიყავი, მაგრამ მთელი პასუხისგებლობა მქონდა აღებული, იმიტომ რომ ვიაზრებდი იმ ფაქტს, რომ აი ჩემი მშობლები ამდენ ფინანსებს დებს, მეხმარებიან და მე აქ ვარ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვწურო ჩემი თავი და განვითარდე. მქონია ესეთი შემთხვევები, როდესაც სახლში მოვსულ ვარ, მე ვცხოვრობდი ჩემი მეწყვილის ოჯახში. ისეთი შემთხვევა მქონია, რომ სახლში მოვსულ ვარ, გადაღლილი ვარჯიშიდან და მითხოვია, რომ აი თუ შეიძლება რომ ვჭამო. უთქვამთ უარი და ჭამა თუ მინდოდა, ესე თქვა, შემოვთავაზებიათ სხვისით დატოვებული საჭმელი. და დაუდიათ, ესე თქვა, სხვისი მონარჩენი საჭმელი წინ. ეს არ ვიცი, ალბათ კიდე იმ დროს ვერ ვიაზრებდი რამ ხელა რაღაცა იყო. ეგ უკრაინაში? უკრაინაში. და შენი წყვილის მშობლები თუ ვინები იყვნენ? ეს იყო, ესე ვთქვათ, ძიძა. იმიტომ რომ იქ პატარა ბავშვი იყავდათ და ამ პატარა ბავშვის ძიძა იყო, ჭამა ამ ბავშვმა, დატოვა, აღარ უნდა და მეტი და ეს თებში დამინდეს მე, რომ აი ეს შეგიძლია ჭამო. ანუ ეხა შენთვის ვერ გავაკეთებთ რაღაც ახალს თუ რაღაცა და ეს შეგიძლია მიირთვა. და ეს იმდენად რაღაც ჩემთვის დიდი შეურაცხყოფა იყო. დავურეკე დედაჩემს. ეს იყო პირველი ფაქტი, როდესაც დავურეკე დედაჩემს და ნუ ვუთხარი. მე დედა ესე.
დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა, რომ მისი ნერვიულობა არ დაენახებინა ჩემთვის, რომ მე კიდე უფრო მეტად არ დავესტრესე და კიდე ზედმეტად არ მენერვიულა, ესე ვთქვათ. და ყოველთვის ცდილობდა რაღაც გაელაითებინა ყველაფერი, რომ აი არაუშავს არ უთქვამს. თუმცა მითხრა რომ აი დედა ხო გაქვს ფული, წადი გარეთ, შეჭამე რამე. თუმცა ისეთ ადგილას ცხოვრობდი, რომ აი უკაცრიელი ადგილი იყო, არაფერი ახლოს არ იყო. თან ციო და ზამთარი, რაღაც საშინელი ამინდები იყო და ბოლოს შეუძლებელი იყო რომ წავსულიყავი და მეყიდა რაღაც. და ჩემისგან ხო ეს დახმარება ყოველთვის მქონდა, რომ ესე ვთქვათ, უფრო მეტად არ მიმძიმებდა სიტუაციას. აი ხო შეიძლება რომ მოუყვეს შულმა მშობელს რომ ესე და უფრო მეტად დათგრუნონ და აი ვაიმე ეს რა ხდება და უფრო მეტად დაამძიმონ. კი იაზრებდა თუნდაც ძალიან განიცადა უკვე რამდენიმე ხნის მერე რომ მითხრა ძალიან ცუდად გადაიტანა ეგ ფაქტი, თუმცა ჩემთვის არ უგრძნობინებია ესე ვთქვათ, რომ მე მეტად რაღაც არ დამძიმებულიყავი და არ განმეცადა. ხო, რთული იყო. რამდენი წლის იყო? 11 წლის ვიყავი. და როდესაც ამ ისტორიას ვიხსენებდი, უკვე წლების მერე, ალბათ სადღაც ეს 3 წელი დამჭირდა, რომ გადამელახა, რომ ამ ისტორიის მოყოლაზე მაკანკალებდა. ვტიროდი, ცრემლები მომდიოდა ჩვეულებრივად. გუშინაც ეხა სიმართლე გითხრა ვიხსენებდი და აი უკვე რომ წავედით რაღაც მინდა ჩემი ლაპარაკში რომ ვიხსენებდით რა მაქვს გამოვლილი, ცოტა წამომივიდა ცრემლები, იმდენად მაინც ისეთი ხო, ემოციურია. არ არის მარტივი ის გზა რომელიც გამოვიარე. თუმცა ალბათ ესე უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩამომაყალიბა ძლიერ პიროვნებად. მქონია ესეთი შემთხვევებიც, როდესაც ჩემი წყვილს ვარჯიში არ უნდოდა, ეზარებოდა, არ მომყვებოდა, გავიდოდა დღეები, საერთოდ არ მოდიოდა ვარჯიშზე, მე იქ ვცხოვრობდი რა თქმა უნდა, უკრაინაში და მივდიოდი მარტო. ჩემთვის საკმარისი იყო, რომ ერთხელ მენახა მისამართი, მივეყვანე ვინმეს, რომ უკვე ვიცოდი. და მე უკვე ხურამდი, რომ კიევის ქუჩები მქონდა დაზეპირებული. ვინმე ქართლს თუ ვნახავდი და უნდა ჩემი დახმარება, ვასწავლიდი აქ, ესე უნდა მიხვიდეს ისე რაღაცა. მოკლედ მარტო დავდიოდი სტუდიაში, იყო კომენდანტის საათი თან იმ პერიოდში უკრაინაში. და მივდიოდი სახლში მარტო, ღამე, თან თურმე უნდა მქონდა პასპორტი თან, არ მქონდა არაფერი, ინფორმაცია არ გამაჩნდა, მე გავიგე უკვე. და მიწევდა ესე მარტო გავლა მეტროში ჩასვლა, იქიდან სახლამდე უკან დაბრუნება, თან ცოტა საშიში იყო ეს, ვთქვათ, სადგური, საიდანაც ამოვდიოდი, ბევრი მანიაკი შემხვედრია და სახლში სირბილით მივსულ ვარ, იმდენად შიში მქონდა, ამკიდებიან კიდევაც მარტო სახლში დაბრუნებულს და მე მთელი ძალით გავრბოდი, რომ სახლში მივსულიყავი. სახლში მისულს ჩემი მომკითხავი არავინ არ იყო. მივედი, დავბრუნდი, რა ვქენი, ვჭამე, არ ვჭამე. იქაც საჭმლის პრობლემა იყო, არ მეჭმევდნენ. შემეწყვილეს მშობლები არ ყავდა? კი. მე ყურადღებას არ გაქცევდნენ? არ მაქცევდნენ ყურადღებას, არ იყვნენ დაინტერესებული. ანუ შენ მაგათთან ცხოვრობდი და საერთოდ არც ეკითხებდნენ როგორ ხარ? მივდიოდი, მოვდიოდი, არავინ არ მირეკავდა, სათხარ, როდის ბრუნდები, მოხვედი, სახლში რომ შევდიოდი, არავინ ყურადღებას არ მაქცევდა საერთოდ. დედა ჩემს ვრაკავდი ხოლმე, როცა გზაში ვიყავ, იმიტომ რომ როცა მეშინოდა, ცოტა უფრო მშვიდად რომ გამევლო, ვსაუბრობდი დედა ჩემთან. ავი, ზამთარი იყო თან -23, ყველა იყო, დიდი თოვლი, სიცივე. რთული იყო. თუმცა ეს ვარჯიში ცეკვა მეხმარებოდა ძალიან, რომ გადამეტანა, ესე ვთქვათ და ცოტა არ მეფიქრა ამ ცუდ რაღაცეებზე. მქონდა ის პერიოდები, რომ ყოველ ღამე ვტიროდი. დღეებს ვიცვლიდი, რომ წამოვსულიყავი. ჩემი ცხრილი მქონდა გაკეთებული და ყოველ საღამოს აი ესე ხაზავდი. ეს რთულია. ეხაც მეტია. ხო. მაგრამ ხო, ცეკვა ძალიან მეხმარებოდა მაგ პერიოდში. აი, მოჩაკი ხუთი დავადი, მოჩაკი. ერთი მაგათი ყველასიც ქართულად მივაკურთხოთ ერთ. კარგი ამბავი ჩემი აზრით არის, რომ ადამიანები ცხოვრების მანძილზე გადიან სირთულეებს აუცილებლად. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ გადის რაღაც პერიოდში სირთულეს. კარგი ამბავი არის ის, რომ შენ უკვე ისეთი რაღაცეები გაქვს გადალახული შენ თავთან და უკვე ამ თემაზე რო შენ ესე საუბრობ,
ცხოვრებაში რა შეიძლება შენ წინაშე იყოს და მე თქვა რომ აი ამას ვერ გავაკეთებ. უკვე იმ ხელა გამოცდილება გაქვს შენ მიღებული და ისეთი იმუნიტეტი გაქვს შიგნიდან, რომ დარწმუნებული ვარ, რომ აი ზუსტად ეგ სირთულე იქნება ის ჯოკერი და ის რაღაცა შენი ძლიერი მხარე, რომელიც აი ეს რაღაცა წინ კედელივით გექნება და ესე უკვე ადამიანები დარწმუნებული ვარ, რომ ვერ შეძლებენ ვერანაირად შეგარყიონ, იმიტომ რომ იმ დონეზე ძლიერი ხარ უკვე გეტყობა. აი ეხლა ჩვენ როგორც კი შევხვდით პირველი შეხვედრა, როცა ვისაუბრეთ და რაღაც პირველი რაც გითხარი რომ ძალიან მომწონს რომ ხარ ძალიან გულწრფელი თქო რა და გულწრფელობა რეალობაში მარტივი არ არის რა ანუ საკმარისი სიძლიერე გჭირდება რომ იყო გულწრფელი მე ესე მგონია რა იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები მაინც რაღაცა კლიშეების ქვეშ ვექცევით ხოლმე რა და შე რო თამამად შეგიძლია რომ იყო ის ვინც გულწრფელად ხარ ეგეც მაგის ნიშანია რომ შენ შიგნიდან და შინაგანად ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ და ცეკვაშიც ჩანს ეს ყველაფერი შენ თავდაჯერებულობაშიც ჩანს და შეიძლება შინაგანი შფოთვები რაღაცები ქონდეს ბუნებრივი ადამიანები ვართ რა მაგრამ აი ეს აურა და ეს რაღაცა რო აი ვარ და მე შემიძლია ყველაფერი რასაც მოვინდომებ აი ყველას უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის კი აი მე მაშინ რომ საუბრობდით მაშინ გითხარი რომ ეხლა გადმოვთარგმნი ქართულად ინგლისურად არის რა ეხლა ეს რომ ანუ what you believe you have it ანუ ესეთი რაღაცა რომ ანუ რისიც გჯერა უწრფელად ჩათვალე რომ უკვე გაქვს და შენში არის ეგ რწმენა საკუთარი თავის ეხლა ამ ბოლო პერიოდში იმიტომ რომ მე როგორც გითხარი მქონდა ის თქვა უკრაინიდან რომ ჩამოვედი მქონდა მენტალური პრობლემები თხოვდი ჩემ ოჯახს რომ აღარ გავეშვი უკანი თუ უნდათ რომ მე ჩავდერი ყოფილიყავი და საღად მოაზროვნე და ნუ დღემდე მაქვს ხოლმე ის მომენტები როდესაც რაღაც პატარა ჩავარდნები მაქვს თუმცა შეჯიბრებამდე გავდივარ რაღაც პატარა სესიებს ფსიქოლოგთან დეიდა ჩემი არის ნეიროლინგვისტური პროგრამირების კოუჩი და ძალიან მეხმარება. არ ვიცი, მან დამიბრუნა ეს თქვა საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერებულობა. და აი დღეს რატომღაც აი შინაგანად მაქვს ეს შეგრძნება, რომ აუცილებლად მივაღწევ იმ მიზანს, რომელიც მაქვს დასახული. არ ვიცი ეს როდის მოხდება, რანაირად მოხდება, თუმცა აი შინაგანი მდგომარეობა არ ვიცი როგორ ახსნა, რაღაცა ვერც კი ხსნის სიტყვებით რას ვქნობ შიგნიდან. აი ბოლომდე მწამს, რომ აუცილებლად მოხდება, არის გარდაუვალი. იმიტომ რომ იმდენი რაღაც კეთდება ამისთვის. იმდენი შრომა იდება, იმდენი ნერვები, ფსიქოლოგიურადაც იმდენად ვიხარჯები. ამდენი ადამიანი მიჭერს მხარს. და ეს შინაგანი და არ ვიცი დრაივი რაღაც ცეცხლი შიგნიდან რაც მაქვს. უბრალოდ ვერ ხსნით რა არის. ჯერა ვიცი რომ აუცილებლად მოხდება. იმსახურებ, გამიგია ხშირად რომ იმსახურებ. არ ვიცი ხლა მაგალითად თუ შეიძლება ამის თქვა, თუმცა ყველაფერი კეთდება ამ მიზნისთვის, ჩემ ცხოვრებაში. ძალიან ბევრ მსხლობს ვიღებ, რომ ეს ახდეს. ვფიქრობ რომ არ დარჩება ეს ყველაფერი ესე უკვალოდ. აუცილებლად მოხდება. აუცილებლად. შიგნიდან წამს ბოლომდე. აუცილებლად. ეს ის პერიოდია ჩემი ცხოვრების, როდესაც ფიქრობ, რომ უბრალოდ შეუძლებელია რომ არ ახდეს, იმდენად მჯერა, რომ უნდა მოხდეს აუცილებლად. აუცილებლად. შენ ახლა ისე ხარ ჩართული ამ შენ თავის განვითარებაში ცეკვის კარიერაში, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ანუ ყველამ კარგად ვიცით, რომ თუნდაც რაღაცა ناقობს რო თესავ მეორე დღეს არ ამოდის. ხო? და თესავ იმას ცოტა მორწყვა უნდა ცოტა რაღაცა თან პატარა რაცები წამოიჩნდება და მე ნენელა დრო ჭირდება რომ მე ის რაღაცა შედეგი და ناقოფი გამოიღოს. ხშირ შემთხვევაში არიან ადამიანები, რომლებიც მალე ნებდებიან თესავენ, მაგრამ მალე ნებდებიან და ეგრე ვერ აღმოცენდება ის შედეგი რაც შენ გინდა რა. ხო და შენ გეტყობა ხო შენ ხა გეტყობა რომ დანებება კი არა რქებით და რითიც მიწვლა შეიძლება ყველაფერს მიაწვევი შენ მიზანს და მე ხა იცი რა დავინახე შენში მეც იგივე ის მაქვს ხოლმე რა
შეხედულება და ეხლა ეგ დავინახე. აი დაუშვათ რაღაცა მიზანი გაქვს რა. აი რო სტარტი და ფინიში რო წარმოიდგინო რა. ანუ ჩვენ ესე მგონია ეხლა რომ ჩვენ უყურებთ სტარტს და ფინიშს. აი ეს თავარი გზა არის მნიშვნელოვანი. ეს შუა გზა ნახე თქმა უნდა, ეს შუა გზა უეჭველი ძალიან ბევრი წინაღობებით იქნება სავსე, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ანუ ჩვენთვის წინაღობას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. გადასახტომი იქნება, ჩასაძრომი იქნება, თუ რა იქნება, მაგას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს გადავლახავთ. ჩვენი მიზანია რომ მივიდეთ იქ მეორე ბეწერტილში რა და როცა ადამიანი ამ მენტალიტეტით უყურებს, მე იმ პრობლემასაც იმ რა წინაღობასაც აღარ აღიქვავს ისე მასშტაბურად. თუმცა ჩემი აზრით უმეტად საინტერესოა ის გზა, რომელსაც გადიხარ მიზნამდე, სანამ მიხვალ. უმნიშვნელოვანესია და უმეტად საინტერესოა. უკვე შემდეგ როცა მიაღწევ, ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოგივიდა შევძელი, ეს შრომა დამიფასდა. თუმცა ის გზა, ხო, ეხლა რასაც გავდივარ უკრაინაში, ავსტრიაში ცხოვრობდი კიდე 1 წელი, იტალიაში ახლა 3 წელი, ეს გამოცდილებები, ეს რაღაც ეტაპები არის ჩემთვის ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ჩელენჯი, გამოწვევა. შემდეგ უკვე რომ მივალ იმ მიზნამდე, ძალიან სასიამოვნო იქნება. შეიგებ და ისიამოვნებ მაგით. კი, ეგრეა ეხლა რა თქმა უნდა, ის ზუსტად ეგ მცდელობები გაყალიბებს მე ის ადამიანად, როგორიც ხარ, ის განვლილი გზა და გეთანხმები. ვფიქრობ, რომ მადლიერება არის ერთ-ერთი მთავარი. შეიძლება იმისნამდე არ ხარ მისული, თუმცა აი დღეს რაც გაგაჩნია, ხო? იმიტომ რომ მიზნამდე სანამ მიხვალ, რაღაც პატარ-პატარა წარმატებები არის ამ გზაზე. უნდა იყო მადლიერი ყველაფრის, სამყაროს, ღმერთის, რაც გაქვს, ჯანმრთელობის, შენი ოჯახის, ჩემი ოჯახის, რომელიც ესე ძალიან მეხმარება, დედა, ბებია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მე დამეხმარო და მიზანს მივაღწიო. მქონდა ის პერიოდი, სადაც ეს თქვათ, ჩემ პატარ-პატარა წარმატებებს ვაუფასურებდი, არ თვლიდი, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი იყო, რამაც დამიგდო ის თქვათ თვითშეფასება. და ეს გავიაზრე ერთ-ერთ სეანსზე, დედა ჩემთან. და იქ მივხვდი, რომ ის ყველა წარმატება, რაც კი მქონია, პატარ-პატარა თუნდაც, ხო, ჩემთვის წარმოადგენდა არაფერს, იმიტომ რომ ჩემთვის მარტო ვუყურებდი იმ ერთ დიდ მიზანს. აი ბოლო ფინიშს უყურებდი. და ამ ფინიშამდე მისულ გზამდე რაც გავიარე, თითქოს არაფერი არ იყო. და შემდეგ უკვე ეგ რო გავიაზრე, მივხვდი რომ არა, არ შეიძლება ეს. ესეც ხო ჩემია. მე ვიშრომე, გავაკეთე, მივაღწიე, უნდა დააფასო, იყო მადლიერი რაც გაქვს. ზუსტად. გეთანხმები, მეც მქონდა სესიები ფსიქოლოგთან რაღაც თემაზე. და ზოგადად საქართველოში სამწუხაროდ აქაც ცოტა რაღაცნაირი შეხედულება აქვს ამ ფსიქოლოგთან მიმართებაში, რომ რაღაცა გჭირს, რომ მიდიხა, ხო, ან რაღაც ეგეთ. პირიქით კარგია, რა საკუთარი თავის შეცნობაში გეხმარება და საკუთარი თავის განვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი. რადგან ესეთი სტერეოტიპიც არსებობს, რომ აი სპორტსმენებს მხოლოდ აინტერესებთ სპორტი და არიან ბოლომდე იქ ჩართულები. არა, მე ბევრი სპორტსმენი მინახავს, ასევე ჩემი თავზე შემიძლია თქვა, ჩემი თავის მაგალითი მოვიყვანო, რომ ცეკვის გარდა ვარ დაინტერესებული ფსიქოლოგიით, საკუთარი თავის განვითარებით და ბოლო პერიოდში მივხვდი იმას, რომ რაც უფრო მეტად ვანვითარებ ჩემ თავს სხვა კუთხეებით და ვზრუნავ თვით განვითარებაზე, მით უფრო მეტად მეხმარება ცეკვაშიც ეს ყველაფერი. და რომ მენტალურად ძალიან ძლიერდები, არ ვიცი, მეხმარება რაღაცა სხვანაირ დახმარების ხელს. ზუსტად. ერთმა ძალიან ცნობილმა მოცეკვავემ და ტრენერმა მითხრა ესეთი რაღაც, რომ რაღაცა შინაგანი სიდიდეო ჩანსო ცეკვაშიცო, ანუ შინაგანი სიძლიერე, შინაგანი რაღაც სიღრმე და ეგ არის ზუსტად რა, რომ ადამიანი როგორიც ხარ შიგნიდან რა, იმას გამოხატავ ცეკვის დროს და რაც უფრო ღრმა ხარ და რაც უფრო ნამდვილი ხარ, შენი ცეკვაც უფრო ნამდვილი და უფრო ისეთი სიღრმისეული არის და თუ ზერელე ადამიანი ხარ და ზერელად უყურებ ამ ცხოვრებას, ცეკვასაც ესე შეხედა ყველა შემთხვევაში და საკუთარი თავის განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდაუვალი რამ, რაც ადამიანმა უნდა გაიაროს ცხოვრების გზაზე. ზუსტად. ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად. მე უკრაინაში როცა დავდიოდი, თან
მიმქონდა წიგნები, ვსწავლობდი, საქართველოში მაქვს დამთავრებული სკოლა. 9 კლასამდე კარგად ვისწავლე, შემიძლია თქვა. რაც არის ჩემი დამრიგებლის დამსახურება. აი, არ ვიცი, ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რომ ჩემ გარშემო ადამიანები ყოველთვის მიხმარებიან, მხარს მიჭერენ და თქვათ, ბიძგს მაძევენ, რომ რაღაც უფრო მეტი გავაკეთო და უკეთესად გავაკეთო. და ერთ-ერთი ადამიანი იყო ჩემი დამრიგებელი, რომელმაც მომცა ის мотиваცია, რომ მე გამეგრძელებინა სწავლა, კარგად სწავლა ამ ყოველფრისა მიუხედავად. მიმქონდა წიგნები, ვსწავლობდი, ჩამოვდიოდი აქ, წერდი საკონტროლოებს. და ესე ვაგრძელებდი. მე უკვე კარანტინის დროს დავინტერესდი უკვე რაღაც ფსიქოლოგიით და რომ მორჩა კარანტინი, ჩემს ვთხოვე, რომ აზროვნების აკადემია არის თუ ეგია. იქ შევეყვანე საკვირაო სკოლაში, ხო. იქ ვსწავლობდი ფსიქოლოგიას და ლიტერატურას და ფსიქოლოგია ხომ მაინტერესებდა და მე უკვე დავინტერესდი ძალიან ლიტერატურით. ჩემი ვლოგიც კი მქონდა Facebook-ზე გაკეთებული, წერდი წიგნების განხილვებს, ეხლა სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებ. წიგნებს ვკითხულობ სისტემაზე, თუმცა აი წერის დრო აღარ მაქვს. ძალიან მიყვარს წერა თანაუდროულად და რაც გაზიარება ჩემი მოსაზრების წიგნებთან დაკავშირებით. და ესე იქიდან დაიწყო რაღაც თვითგანვითარებაზე ფიქრი კარანტინიდან. მაგამდე ვაღიარებ იყო მხოლოდ ცეკვა. ჩემი ოჯახი, ბებია ჩემს ყოველთვის მყიდულობდა წიგნებს, ბებო წაიკითხე, თუმცა ნუ არ ვაქცევდი ახლა იმდენად ყურადღებას, იმიტომ რომ წიგნი არ ვიცი რატომ რაღაც ასოცირდებოდა დასჯასთან. რომ აი რაღაც ბავშვობის ისინი არის ჩალექილი, რომ აი თუ ამას არ გააკეთებ, წიგნი წაიკითხეს, დასჯის მექანიზმი იყო ჩემთვის. კარანტინის დროს უკვე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ ვიცი, ერთ-ერთი სიამოვნების წყარო არის წიგნის კითხვა ჩემთვის. ალბათ შენ თვითონ უნდა მიხვდე სხვა რაც არ უნდა გითხრას, რომ აი კარგია წაიკითხე, ვერ მიხვდები თუ შენ თვითონ არ მიხვალ იმაზე რა. კი, რაღაცა შინაგანი გრძნობა არის. აი ზუსტად მე მაგალითად გამიჩინა ინტერესი წიგნების მიმართ, როცა გამიჩნდა ინტერესი გაზიარება ჩემი შეხედულების სხვა ადამიანების მიმართ და მათი აზრით ჩემთვის საინტერესო რო იყო რა რაღაცა თითქოს რო ვკითხულობ რაღაცას მგონია რომ ადამიანს ველაპარაკები და იმის აზრს ვიგებ იმ ადამიანმა რა დაწერა იქით და მე ჩემსას ვადარებ და მე რაღაცა მიგნებებს ვაკეთებ და აი ეგ მიგნებები ძალიან ხო აი მიგნებები ძალიან სიამოვნებს ხოლმე რა და ძალიან მაგარია უცებ რაღაცას რო წაიკითხო და და რო აკავშირებ შენ ცხოვრებასთან და რაღაც ძალიან საინტერესოა. ძალიან მიხარია ბარბარე რა ისეთი რაღაცა პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ადამიანი ხარ და მგონია რომ ძალიან სწორ გზაზე გახარ და მიაწექი ბოლომდე. შედეგი უკვე აქ ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ჯერ პატარა ესეთი მარცვალია განშტოებები აქ ამას, მაგრამ ეს რომ გაიზრდება და გაყვავილდება დარწმუნებული ვარ რომ 10 ჯერ და 100 ჯერ მაგარი შედეგები გექნება და ამას მთელი საქართველო გაიგებს და მთელი მსოფლიო დარწმუნებული ვარ ამაში. წარმატებებს გისურვებ აბსოლუტურად ვიცი რომ მაგრად იქნება ყველაფერი მაგრად არის და კიდევ უფრო მაგრად იქნება აუცილებლად. აი ხა ესეც საინტერესო კითხვა მაქვს. ყველა მოცეკვავეს აქვს რაღაც თავისი რიტუალი, რაღაც რუტინასავით ტურნირამდე, აი სანამ შენი გამოსვლა მოვა. შენ როგორ ემზადები ხოლმე ტურნირების დროს? ისე იგი თუ გავდივარ ესეთ პერიოდს რომ რაღაცა არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, ჩემი ჯადოქარი, ჩემი ფერია, დეიდა ჩემი ზარი, სესია ერთი კონკურსამდე. შეიძლება რამოდენიმე სესია იყოს, ან უბრალოდ რაღაც 1 საათიანი საუბარი იყოს, რაც ძალიან მეხმარება. თუმცა რაღაც ბოლო პერიოდია, იმდენად თავდაჯერებული ვარ, ფიქრობ, რომ რაღაც არ მჭირდებოდა. თუმცა შეიძლება ყოველთვის უკეთესი იყოს, რომ რაღაც ელაპარაკო და კონდეს სესია, თუმცა რატომაც ახლა არ მქონია. როდესაც ეგეთი პერიოდი მაქვს, სესია აუცილებლად, ლაპარაკი და რაღაცა უფრო მუშაობ თავდაჯერებულობაზე. წარმოვიდგენ ხოლმე, ეს არის ჩემი რიტუალი. არ ვიცი უნდა გავაზიარო. წარმოვიდგენ ხოლმე კონკურსის ადგილს. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სანამ მივალ კონკურსის ადგილზე, ესე ვთქვათ, ვიცოდე სივრცე, როგორ გამოიყურება. და შემდეგ უკვე ვიზუალურად კარგად აღვიქვა გონებაში.
მაგალითად აი რომ მიხარ Blackpool-ზე, ხო? ძალიან ცნობილი, ესე ვთქვათ, პარკეტი არის. იქ უკვე იცი ყველა დეტალი, ასე შემდეგ. სულ უფრო დაახლოებით ეგეთი ვიზუალი შევიქმნა გონებაში. და შემდეგ უკვე წარმოვიდგენ ჩემ თავს პარკეტზე და გავდივარ ყველა დეტალს. როგორ მინდა რომ გამოვიყურებოდე, როგორ მაქვს თმები, როგორ მაქვს მაკიაჟი, ვგრძნობ, ვცდილობ რომ ვიგრძნო, როგორი თავდაჯერებული ვარ, როცა გავდივარ პარკეტზე. ვრთავ მუსიკებს. თუ მაგალითად ახლა Blackpool-ზე დამახასიათებელი მუსიკები აქვს თავისი. მაშინ Blackpool-ის მუსიკებს ვრთავ, თუ არა და ჩვეულებრივ მუსიკებს. დაწყებული ჩაჩადან დამთავრებული ჯაივამდე ესე და ვცდილობ რომ აი ყოველი დეტალი წარმოვიდგინო და ვიგრძნო. დავინახო, ხმაც გავიგო, აღვიქვა და მაქსიმალურად გონებაში შევქმნა საუკეთესო პერფორმანსი. და აი ვიყო ბოლომდე თავდაჯერებული. აი როგორც მინდა რომ გარშემო მხედავდეს ხალხი, აი ის შევიგრძნო და ის გავაკეთო ოღონდ გონებაში. და ეს ამეხმარება ხოლმე. თითქმის იგივეა რომ გამოხვიდე და იცეკვო კონკურსზე. მე რაღაცა სხვა იმით გადიხარ თავდაჯერებით და უფრო მეტი რწმენით. ხო, ჯვარს არასოდეს არ ვიხსნი, ყოველთვის მიკეთია. მეუბნებიან ხოლმე რომ მოიხსნენია, თუმცა არა, ყოველთვის ჩემთან არის. რა თქმა უნდა, უფალს ვთხოვ დახმარებას და რაღაცა ძალას, იმიტომ რომ შეიძლება არ ვიცი რა, ნებისმიერ რაღაც შეიძლება მოხდეს პარკეტზე. დაეცე ან რაღაც ხელი მოგხვდეს, ტრავმა მიიღო. იმიტომ არ ვიცი, ძალიან ვთხოვ ხოლმე რომ ჩემ გვერდზე იყოს, რასაც ყოველთვის ვგრძნობ. აი მეხმარება და ჩემთან არის. ხო, მას პირასაც ვიწერ ხოლმე გასვლამდე, უფრო მეტი თავდაჯერებულობისთვის. და ესე გავდივარ, ბოლომდე თავდაჯერებული და ვიცი რომ გამოვა. არ ის ფიქრები, იმ ფიქრებს ვაქრობ ბოლომდე, რომ აი რაღაცა რო არ წავიდეს კარგად, არა, გამოვა. გავდივარ მაგ შემართებით და მენტალიტეტით ბოლომდე მზად, რომ აი რაც ვიმუშავე ამდენი ყოველ დღე, ამდენი საათი, როდესაც დავაკალი თავი, რომ ესე თქვათ ვაჩვენო ხალხს და სიამოვნება მივიღო. დროს სიამოვნება გვავიწყდება ხოლმე მოცეკვავეებს. იმდენად ვფიქრობთ ამ დეტალებზე, ტექნიკაზე, აქ ფეხი ისე, ხელი ესე, რომ რაც არის მნიშვნელოვანი, გვავიწყდება, რომ სიამოვნება მივიღოთ. ამდენი ხანი ვემზადებით, იმის რომ შემდეგ უკვე რაღაც ვისიამოვნოთ, კარგი სანახაობა შევქმნათ, ლამაზები ვიყოთ, თავდაჯერებულები ვიყოთ და მაგას ვივიწყებთ. და მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სიამოვნება მივიღო. და აი რაღაც რო დაგირვის ხოლმე ტანში ჟრუანტელი მუსიკა რო იწყება და აი რო გრძნობ და რო სიამოვნებს, აი არ ვიცი რაღაცა ენით აღუწერელი შეგრძნება არის. ეს რო დაგირვის რო გამოდიხარ და რაღაც შენ ნომერს რო აცხადებ თუნდაც ფინალში რო გადახვალ. არ ვიცი, რაღაც სასწაული შეგრძნება არის. არ ვიცი, როგორ აღუწერო. გესმის, ვიცი რომ გესმის, შენი ეხა მეგონა ბრავო, ძალიან კაია, მართლა იდეალურია, შეიძლება ითქვას, იდეალურთან მიახლოვებული. გეტყობა რომ ძალიან კარგი ფსიქოლოგი გყავს. გეტყობა, იმიტომ რომ ისეთი რაღაცებზე ისაუბრე, რომ ეგ თავიდან ბოლომდე ფსიქოლოგიური ამბავია, ეს ვიზუალიზაცია და ეს წარმოდგენები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში, ეს არა მარტო ცეკვაში, სხვა რაღაცებში თუ წარმოიდგენ ესე შენ გონებაში როგორ გინდა რომ მოხდეს. მიდის კოსმოსში და გიბრუნდება მე აუცილებლად. კი, რასაც გავსცენ, იმას ვიღებთ. ენერგეტიკის ჯერა ხო. კი, ზუსტად და ბრავო, მართლა ძალიან მაგარია. რეკომენდაცია მეც ეხლა ბოლომდე ეგრე არა, მაგრამ თითქმის აი რაღაცები რაც ჩამოთვალე, მეც ეგეთი შეგრძნებები მაქვს ხოლმე ტურნირზე და ერთ ისტორიას, ანუ რეალური ისტორია, NBA-ის ერთ-ერთ გუნდში ჩაატარეს ესეთი აკვია გამოკითხვა არა ექსპერიმენტი ჩაატარეს ესეთი რომ დამოვიწყდა სიტყვა ხდება ხო ესე იგი სამნაწილად დაყეს მოკლედ ეს გუნდი რა და უთხრეს რომ აი ერთი გუნდი უთხრეს რომ მოხვალო ყოველ დღე მოხვალ და 100 ჯერ საჯარიმო სროლებს გააკეთებ 100 ჯერ ყველა მოხვალ საჯარისვრით წახვალთ ერთი კვირის მანძილზე რა მეორე გუნდს უთხრეს რომ თქვენ რომ მოხვალთო დადგებითო საჯარიმო ხასთანო
წარმოიდგენო თვალებს დახუჭავო, წარმოიდგენო როგორ აბურთავებ ბურთს, როგორ იღებ, როგორ ისვრი და როგორ ვარდებაო რა. აი ეს ყველაფერი წარმოიდგინე და 100 ჯერ გაიმეორე იგივეო რა. და მესამე გუნდს უთხრეს რომ შენო არაფერი არ გაკეთო, შენო უბრალოდ დაიცვენეო რა. დაიცვენა და ერთი კვირის მერე შეკრიბეს ეს გუნდი სამნაწილად დაყოფილი და ჩაატარეს ექსპერიმენტი, როგორ განვითარდა მათი სროლის უნარი. ნუ ხა პირველი საერთოდ არანაირი განვითარება არ ქონდა მესამე გუნდს, იმ რომელიც საერთოდ არ ხო, საერთოდ 0 განვითარება ქონდა, 0%. და მანდ მოხდა აი ზუსტად ძალიან დიდი სასწაული თუ ესე რომ ვთქვათ დასკვნა დაიდო, რომ ეხა რეალურად ვინც ისროდა, იმას უფრო მეტი შედეგი ქონდა. თუმცა ვინც წარმოსახვით ისროდა ან თავის გონებაში ძალიან მცირე განსხვავება ქონდა პროცენტულ ზრდაში რა. ფაქტობრივად ის თუ 10-დან 9-ს აგდებდა, ეს 10-დან 8-ს აგდებდა რა. და ანუ ფაქტობრივად უტოლდებოდა გონებაში წარმოდგენა რეალურ ქმედებას რა. და აი ზუსტად იგივე სიტუაცია არის ხა შენ რაც მოყევი რომ წარმოიდგენ ეს ყველაფერი იმ დონეზე გეხმარება შენ რომ ძალიან მაგარია და ჩვენი ფიქრები ქმნის ჩვენ რეალობას. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემ თავს პოზიტიურად ვესაუბრო. როგორც მეგობარს დაველაპარაკებოდი, ისე მივუდგე. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ რომ ისე და ისე მქონდა ცუდი გამოცდილება, სხვანაირად ვაკეთებდი და ეხლა შევცვალე მიდგომა. ყოველთვის უფრო ვიყო პოზიტიური. ზოგადად ცხოვრებაშიც ვარ ძალიან პოზიტიური, მხიარული, მიყვარს რაღაც ხალისი, ღიმილი, სიცილი. და ცეკვაშიც და ცხოვრებაშიც ფიქრობ პოზიტიურად. რაღაც ნეგატიურ ფიქრებს არ ვაქცევ ყურადღებას და არ ვაძლევ საშუალებას, რომ ჩემზე ზეგავლენა მოახდინოს. თუ ნეგატიური ფიქრი მოდის, როგორც მომდის, ისე მიდის. კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირებას ვაკეთებ პოზიტივზე. ავტომატურად ის გადის. სადაც მიუმართავს ჩვენ ენერგიას, იქნებ უფრო მეტად ვითარდება. ამიტომ ნეგატივზე თუ მიმართოთ, ნეგატივი უფრო მეტად განვითარდება და ეგ არ გვაწყობს ჩვენ. ზუსტად. ეხა კიდევ რაც მაინტერესებს მე შენგან, ძალიან საინტერესო რჩევები იყო და საინტერესო გამოცდილება. მე კიდე ერთის დამატება მინდა ის, რომ აი მე როცა ვემზადები ხოლმე ტურნირზე, აი უმეტესად ადამიანები ხო რაღაცა ძალიან სამოტივაციო მუსიკებს უსმენენ ხოლმე და რაღაცა ძალიან დუმ ეგეთი. მე რომ მივდივარ ხოლმე ტურნირზე, აი მიყვარს რომ საზოგადოებას მოწყვეტილი ვარ, ანუ ეს ძალიან ხშირი კომუნიკაციებია, მირჩევნებ ენერგია შევინახო ჩემთან, კონცენტრაცია ხო რომ ენერგია დავიტოვო შიგნით და ძალიან მიყვარს დრამა სიმღერების მოსმენა რა. აი ამას არ მოველოდი. დედას ვიცა ვარ, ისეთი მუსიკებია რომ შეიძლება აგატიროს. აი რაღაცა მე ეგეთი განწყობა მაქვს, რომ აი ეგეთი მუსიკები უფრო საერთოდ არ ვუსმენ ცეკვის მუსიკებს საერთოდ და რაღაცნაირად აი ეგეთი მუსიკები უფრო დრამა სიმღერები უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს ვიდრე რაღაცა რემიქსები და ესეთი ხო არა რემიქსებს არც მე ვუსმენ თვითონ იმას ცეკვის მუსიკებს შევიქმნა განწყობა და კომზად ვიყო ხო ეს დრამა მუსიკები არის ხო არ მე მგონია რა აი კონკურსამდე რაღაც ყნარი მუსიკა კონკურსამდე ხო აი უკვე ტურნირზე რო ვარ არა ტურნირზე რაღაც 1-2 დღით ადრესო და არა მე აი კონკურსზე ჩემთვის მშვიდად ჩავჯდები ხოლმე სადმე ან მივწვევიან რაღაცა აი ნაუშნიკები ჩემთვის გავდივარ ხოლმე რაღაცა სამყაროდან და ბევრად ოკეი სასიამოვნოა ხოლმე. ხო, თუ გეხმარება, რატომაც არა. კი, ძალიან სასიამოვნოა. რაც მაინტერესებს კიდე შენგან, აი რამე უჩვეულო და უცნაური თუ გადაგხდები, აი ხა ისეთი რომ აი შეიძლება რავი ძალიან აი ცხოვრებაში რო არ დაგავიწყდება, ეგეთი უცნაურობა თუ დაგმართნია. კი, რა თქმა უნდა. ჩვენს კარიერაში ექსტრემალურ სიტუაციაში ვყოფილვარ მაგალითად, რამოდენიმე თვის უკან, მგონი დაახლოებით 1 წლის უკან არც კი.
მივდიოდი ლონდონში კონკურსზე და ეს იყო ჩემი პირველი კონკურსი ლონდონში. ვიზა გავაკეთეთ, ყველაფერი მოვამზადეთ, იმიტომ რომ ბავშვობიდან 11 წლიდან მქონდა ოცნება, რომ წავსულიყავი ლონდონში ამ კონკურსზე და ისე მოხდა ყველაფერი, რომ ვერ მოხერხდა, ვერც ვიზა გაკეთდა, ვერც წავედი და ეს იყო პირველი კონკურსი, ყველანაირად მონდომებული, ყველაფერი ადგილზე, იდეალურად, ყველაფერი იდეალურად. მივედით აეროპორტში, ჩავჯექით თვითმფრინავში, ერთი დღით ადრე ჩავდივარ კონკურსამდე. თვითონმა დაიწყო ასვლა და უცებ ჩერდებით. რა ხდება? რა მდგომარეობა? ირკვევა, რომ ეს თქვა ძრავას ქონდა პრობლემა, რომ აფრენილიყავით ალბათ აფეთქდებოდა, არ ვიცი სიტუაცია იყო. ეცადნენ რომ გაეკეთებინათ, მაგრამ არ ვიცი, ვერ გააკეთეს ვერანაირად. 3 საათი გვალოდინეს და უკვე მიდის იმაზე ლაპარაკი, რომ ხვალ უნდა გავფრინდეთ. შეჯიბრი არის ხვალ. 3 საათზე დაახლოებით, ხვალ უნდა ჩავიდეთ. ზოგადად მიყვარს რომ ყველაფერი მიდის, როგორც წესი და რიგია ისე. ეხლა უკვე ვეჩვევი რომ რაღაცა უცებ იტალია მიმაჩვია რომ უცბად რაღაცა გეგმა რომ შეიცვლება, მეც ვადაპტირდე და გადავეწყო. მაგრამ მაშინ იმდენად დიდი სერიოზულობით ვუყურებდი ამ ყველაფერს ამ კონკურსს, რომ მინდოდა ყველაფერი იდეალურად წასულიყო. არ წავიდა ყველაფერი იდეალურად. 3 საათი იქ ვიყავით, მე ვიტირე კიდევაც. რან მრცხვენია მაგის, მაგრამ ვიტირე, რა იყო იქ სატირალი არ ვიცი, მაგრამ ემოციურ ფონზე ვიტირე. მეთქი, აუცილებლად დღეს უნდა ჩავიდეთ, იმიტომ რომ მე დასვენება მჭირდება, რომ ხვალ კონკურსზე ვიცეკო, ხვალ ვერანაირად და იქ ერთი ფსიქოლოგიც იყო. მოვიდა ის ქალი და მითხრა, რომ რომ დაბრუნდებიო აქ იტალიაშია, ნომერი ჩამაწერინა და დამირეკე. მე იმდენად პანიკური შეტევები მქონდა, რომ ნომერი ჩამაწერინა, დამირეკე, მე გიშველიო, მითხრა. ხო, ესე მოხდა, რომ ვიყიდეთ მეორე დღის ბილეთები, დავბრუნდით სახლში და კონკურსამდე უნდა ყოფილიყავი იდეაში საათნახევრით ადრე ლონდონში. გეგმა იყო, რომ აეროპორტიდან პირდაპირ წავსულიყავით ტურნირზე და გვეცეკვა. თმა გაკეთებული უკვე სახლში წინა დღით გავიკეთე, როგორც კი მოვედი ნერვმოშლზე გავიკეთე და ძალიან კარგად გამომივიდა, არ ვიცი რანაირად, მაგრამ კარგად გამომივიდა. მეორე დღეს დილით ვიღვიძებ. მივდივართ აეროპორტში და თვითმფრინავი აგვიანებს 9 საათით. კიდე. ვზივარ და არ მიდის. მეთქი ეხლა თუ კიდე არ წავიდა და ესე იგი არ იყო ეს კონკურსის საცეკვი. გავფრინდით. და გავხსენით ჩემი ჩანდა. ამოვიღე კოსმეტიკი, ერთგვარი ჩემი კოსმეტიკა. გავშალე და დავიწყე მაკიაჟის კეთება, იმიტომ რომ პირდაპირ მივდივართ კონკურსზე. თვითმფრინავშიც რა ხდებოდა? ყველა მემბალეში ყოფდა. ყველა მიცოდა ის ამბავი რაც გუშინ იყო, მომხდარი და დღევანდელი რომ პირდაპირ კონკურსზე მივდიოდი. და ყველა მემბალეში ყოფდა რაღაცა ის პერსონალიც, სტაფის წევრებიც, აბარაგინდა და აბა თქვენიცით წარმატებები და მოკლედ 3 საათიანი ფრენა მქონდა, მაკიაჟი გავიკეთე, ყველაფერი მოვწესრიგდი ლამაზად. ჩავედით. რა თქმა უნდა, მე სადაც უნდა გავერო პასპორტ კონტროლი არის უზარმაზარი რიგი. რაღაცა, არ ვიცი, 1000-ობით ადამიანი არის საზღვარზე. ვაგვიანებთ, ვერ გადაახტები ვერანაირად ხალხს. ვაგვიანებთ, მოკლედ მივედი საბოლოო 40 წუთი ალბათ საზღვარზე ვიყავი. შემამოწმეს, თან რადგან პირველი შესვლა იყო, ყველაფერი დეტალურად გამომკითხეს, აბსოლუტურად განაბეჭდები დავტოვე ასე შემდეგ. გავედით უკვე ჩემი მეწყვილე მასწავლებელიც წამოყვა. წავედით და ვიზახებთ ტაქსი ხა. მივდივართ ეგრევე ტურნირზე და ტურნირი არის 1 საათში. ზუსტად 1 საათი გვაქვს დარჩენილი. ჩავჯექით ტაქსში და ჩვენ წინ ხდება ავარია. ყველაფერი ერთის დაგემართა. გაჩნდა ესე თქვა ერთგვარი საცობი. და ვეუბნები ხა ამ ტაქსის ხელს, რომ ძალიან გთხოვ, მეთქი, ერთ-ერთი უნიშნულოვანესი ტურნირია. ჩემი ოცნების ტურნირი. გთხოვ, რაღაცნაირად უნდა გავძრეთ. და კარგიო სხვა გზით წავალო და ზუსტად 10 წუთით ადრე მივედი ჩემ გასვლამდე. არ ვიცი როგორ გავრბოდით, როგორ ავიღეთ ის ნომერი არ მახსოვს. ჩემი წყლის მაკიაჟი გაკეთებული ჯერ არ ქონდა. აი ესე რაღაცა მიუჯღაფნე, არ ვიცი რა ვქენი. უცბად ჩავიცვი, გამოვიცვალე და ზუსტად ჩვენი ნომერი თქვეს და გავედით ვიცეკვეთ.
ესეთ ექსტრემალურ მდგომარეობაში პირველი მნიშვნელოვანი ის რაღაცა მასშტაბური კონკურსი გამოვიდა ესე. მე რომ მქონდა დაგმული ყველაფერი წყნარად, შვიდად. უცებ 2 წუთით ადრე შევედი. როგორი ძალიან კარგად ჩაიარა. აი ისე კარგად არ მოველოდებოდი მართლა. იმის და მიუხედავად რომ ესე თქვა ძალიან ვინერვიულად ეს რაღაც არ წარმოვიდგენდი საერთოდ, ჩაიარა ფანტასტიკურად. ძალიან ყოფილები ვიყავით ჩვენ თვითონ. ზოგადად რაღაცები რო რთულად იწყება ხოლმე, მე ძალიან კარგად გვირგვინდება ხოლმე ესე რომ ვთქვათ და ძალიან კაია რომ მიუსწარით. ცოტა ფილმის სიუჟეტს გავდა. ყველა დაბრკოლება შეგვდა, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. ხო. ძალიან მაგარი კარგია რომ მიასწარით და მაინც შეძელით და იცეკვეთ. ძალიან ისეთი ემოციოყოვის ცხოვრება სულ თვეში მაქვს 5 ფრენა. ძალიან რთულია. თან მე ვცხოვრობ სიცილიაზე, სიცილიის კუნძულზე. და ძალიან ცუდად არის დაკავშირებული ეს ფრენები. მინიმუმ მიწევს 18 საათი ფრენა, 18, 24, 26, 28, 14, ყველაზე ნაკლები არის 6-7 საათი. ისეც ყოფილა რომ 48 საათი მგზავრია. იმიტომ დედაჩემ შეეშალა და ერთი ფრენა მიყიდა ერთ დღეს და მეორე დამაკავშირებელი, ხო, ტრანზიტი მიყიდა მეორე დღეს ღამე. ანუ დილით რო ჩავედი, მაგალითად ვენაში ვიყავი, მეორე დღეს ღამით მქონდა უკვე ფრენა იტალიისკენ. და ეს მთელი დღე ვიყავი აეროპორტში. და ისეთი მომენტებიც არის ხოლმე, რომ აი 18-20 საათიანი ფრენის მერე პირდაპირ მივდივარ სავარჯიშოთ. მაქვს გაკვეთილები, ლექციები, ასე ვთქვათ, პრაგონებს, რასაც ვეძახით. მქონდა ბევრჯერ ეგეთი შემთხვევა. თან ვერც გძინავს წესიურად. ვერანაირად ვერ ხარ მოდუნებული იქ აეროპორტში, ვერა. და ძალიან რთულია. რთულია, საინტერესოა, თუმცა გიფასდება, მაგრამ მომისმენია, რომ აი ეხა რაცა ძალიან დიდხნიანი ფრენა მქონდა. მინიმუმ 20 საათიანი ფრენის მერე პირდაპირ მივედი სტუდიაში და იცი როგორ გაკვეთილები მაქვს. უბრალოდ ვერ მოდუნდები, უნდა იყო მაქსიმალურად აქტიური და ჩართული. და თქონდა მე ამ ყოფილს ვიაზრებ და ვარ კიდევაც. მაქსიმალურად ვიხარჯები გაკვეთილებზე, აი ჩემ მაქსიმუმს ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო ის რაღაცა უძილობა და გადათენება და ის დროის ცვლილება ეს კიდე ძალიან ბევრ შვება. ანუ მე მაინც რაღაცა რო ისმენ, რომ აი რატო ხარ დაღლილი, რამ დაგხალა. მაგ ხონდა ვერეუბნები რამ დაგხალა. რატო ხარ დაღლილი ვერეუბნები. ძალიან რთულია. ნუ იმ ადამიანმა იცოდა რატომაც ვიყავით, ამიტომ ჩემი წვრთნელები იყვნენ. თუმცა ეგეთი დამოკიდებულება მწვრთნელიდანაც, მწვრთნელისგანაც ძალიან ისეთი არის. ცოტა საწყენი. რომ ამდენ მსხლობს იღებ, ამდენ რაღაცას აკეთებ, რომ იქ ჩახვიდე, გაკვეთილები აიღო და შენ მაქსიმუმს დებ და უკვე როდესაც პრაგონზე მიდის საქმე, ესე ვთქვათ, კონკურსის სიმულაციაზე, იქ რა თქმა უნდა, ჩემ მაქსიმუმს ყოველთვის ვცდილობ და ვაკეთებ, თუმცა რა თქმა უნდა, ის დაღლილობა მქონდა. აი რატო ხარ დაღლილი, რამ დაგხალა? აიცი. კაი კითხვა რა დამხალა. ეხლა რო გისმენ რაღაცა მე მეგონი მე და შენ რაღაცა ცხოვრების ერთი რაღაცნაირი გვაქვს რა გზა მეც რაღაც აი თუ კი რამე უცნაურობა შეიძლება რომ გადახდეს ადამიანს ცხოვრების მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ერთ დღეში დამემართოს მე რა და იმდენი ამბავიც გადამხდები და მე ესე უცნაური ხა ერთი ყველაზე ბევრია ესეთი ერთ-ერთი ხა უცებრად გამახსენდა ეხა მე ჩემი სტუდია მაქვს როგორც ვახსენე ქალაქ რუსთავში და თბილისში და მოკლედ ხშირად დამყავს ხოლმე ბავშვები საზღვარგარეთ ტურნირზე რა და პირველი ჩემი გასვლა იყო ისრაელში მოკლედ. მიმყავდა ბავშვები ტურნირზე, მაშინ ვარ 18 წლის. ეხლა 18 წლის არ ახარ დიდი რა და წავიყვანე დაახლოებით 10 კაციანი ჯგუფი ვიყავით რა და ერთ-ერთი ის დედა იყო წასული ისრაელში სამუშაოდ მოკლედ იქ რაც 5 წელია შვილები დატოვა აქ და თვითონ წავიდა იქ მუშაობს როგორც ხდება ხოლმე რა და რო გაიგო რომ შეიძლებოდა რომ თავი შვილი ჩასულიყო ტურნირზე ეციყვა და თან პლუს ენახა თავისი შვილი მოკლედ ძალიან გაუხარდა და შემეხმიანა მითხრა რომ ძალიან მინდა რომ ჩამოვიდოს და პირველი რაც ვკითხე რაც თავია თქვენ თუ ხართ მანდ ლეგალურად თქო რა და ყველაფერი სუბტად ქონდა იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ახლა შეიძლება მთელს ფედერაციას გაუფუჭდეს სახელი რაღაც ისე რო იყოს რა და ნუ მოკლედ არ შეიძლება ეგრე და ყველაფერი წყობში ქონდა და
მითხრა რომ გამომიგზავნა მე საბუთები რაც იყო საჭირო ყველაფერი გაიგო რომ წოფში აქ ყველაფერი ვიყიდეთ ბილეთები და მივდივართ და წასვლის წინ ახლა ვიცი ახლა რომ პატარა ბავშვები არიან რა 9-10 ესე რა დაახლოებით და პირველად ჯდებიან თვითმფრინავში და ამათი მშობლებიც პირველად ჯდებიან რა და ამ გოგონას წამოყვა დეიდა და მოკლედ დეიდა ან ბიცოლა მოკლედ ნათესავი რა და უხსნი ახლა რომ აი ხელბარგში არ შეიძლება არანაირის ლაკები ჟელები რაც გაქვთ ხო მეტალის თუ რამე მაკრატელი კიდევ თან რამე კუსაჩკა და ესეთი ქართულად არ ვიცი როგორ არის ჭხილების საჭრელი რაღაც ხო თუ გაქვთ ყველაფერი გაუშვით დიდ ხო იმიტომ რომ შეიძლება ზევით რო აიტანთ აუცილებლად შეიქმნება პრობლემა კი, მოკლედ აქედან ჩავედით ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, დედამ ნახა შვილი, წავიდა ტირილი, ემოციური ამბავი, მოკლედ ყველა ძალიან ბედნიერები ვართ, ტურნირმა ძალიან მაგრად ჩაიარა და უკან წამოსვლის დროა რა და უკან წამოსვლის დროს ეხა როგორც ხდება ხოლმე, ხო იცი, ქართული ამბავი ჩეულებრივად რომ მიდი ამას ეს წაუღე რა, ან რაღაც გაგატანდა, გამოგატანდა რაღაცები და უცებ აღმოჩნდა რომ ეს ბავშვი ჩამოსული იყო ერთი ჩამოდი და აქედან მე 12 ანუ რაღაცა ყველა ისატანს იმასთან და ეს ბიცოლამისი და ამ გოგონას აქვს ძალიან ბევრი მოკლედ ჩემოდანი და ეხლა ისრაელის აეროპორტი ისეთია რომ ანუ მოკლედ ძალიან კონტროლდება იქ ყველაფერი და შესვლის დროს ეხა დამატებით იხდიდნენ ესენი თანხას რაღაცას და რო იხდიდნენ ესენი თანხას მე ჩემ ძმას და ჩემი ძმის მეწყვილეს ხელბარგი არ გვეჭირა ხელში რა და შევთავაზეთ რომ ეხა გამოგართმევთ რა 1-2 ხელბარგს რომ ეხა ზედმეტი თანხა არ გადაიხადოთ და თანუ გავავრცხე რომ მეთქი ხო გახსოვთ ხელბარგში რაც მიდის ანუ იქ მეტალი აალებადი ნივთები რაც არის არ შეიძლება ნუ ხა კი ვიცი თუ ხა ერთ-ერთის ბიძა მეუბნება რა ამ ბიცოლას ქმარი რა მეუბნება რომ კიო კაცო მე იქ ცხოვრობს ხა ეს კაცი ისრაელში და კიო კაცო მაგის მეტი რა ვიციო მე რაც მე ნაფრენები მაქო და რაც მე მეთქი ნუ ძალიან კაი მაშინ და ერთ რა ნებისმიერი სამი ჩემოდანი მომეცი მეთქი პატარა თქო და ჩვენ სამი დავიჭერთ მეთქი რა მე ჩემი ძმა და ჩემი ძმის მეწყვილე და ნუ მოკლედ ეს დავიჭერთ ხა ეს გამოვართვით ეს ჩემოდნები ყველაზე პატარა მივეცი ჩემი ძმის მეწყვილეს და მე და ჩემი ძმა ცოტა ისეთი მოზრდილები რა ისეთი რა რომ ჯდებოდეს პარამეტრებში ხა იქ რო შედიხართ გვეკითხებიან ეს ბარგი შენ ჩაალაგე აი 1000 კითხვას გისვამენ იქ რა ხო შენ ჩაალაგე ხო შენი ბარგია რო ანუ დარწმუნებულები იყვნენ რომ პასუხისმგებელი შენ ხარ ამ ბარგზე და არა და აი აზრზე არა ვარ შეგნით არის და რა თქმა უნდა რაიონები კი რო ანუ მე არა მოიღონ და არ გაჩხრიკონ და დრო არ დაკარგო მაგაში და პასპორტ კონტროლი სანამ მივიდოდით მანამდე ხო სკანირებას გადის ეს ბარგი რა და მოკლედ ამ სანამ სკანირებას გავატარებდით ამ ბარგისას რა ეს ერთ-ერთი ჩემი ძმის მეწყვილე მეუბნება რომ ცოტნეო ეს ძალიან მძიმეო ეს გეხოცები გამიცვალო და მეთქი რა მძიმე არა ის არის მეთქი ანუ მეგეთ გოგოა და ემძიმება თქო კაი მეთქი გამიცვალე თქო რა და გაუცვალე ამას და რომ გაუცვალე მერც რა მოვკითხე ხოლმე მე მძიმა რა მეთქი რატო ასეთი მძიმე ეს პატარა და მოკლედ გავატარე ხა ეს მე თან როცა მივიყვები ხოლმე რა ბავშვებს ყოველთვის ბოლო გავდივარ ხოლმე მე რა და გავატარე ყოველ და ჩემი ჯერი მოვიდა ხა სკანირების და დავდე ხა ეს ჩემოდანი და რო გაიარა და უცებ ჩაირთო სიგნალიზაცია რაღაცა დაცვა გამურბის იქიდან რაღაცა კამერებში ფან ვარ და ცოტა როგორ ვარ იცი რომ მეთქი აი რა ხდება მეთქი ბიჭო რა უბედურება და მოდის ახლა ერთი 2 მეტრიანი დაკონტროლი ტიპი და თუ შეიძლება წამოყვევისო მეთქი რა ოკეი ეს ბარგიც აიღეს ხელით მიაქვთ რა და თან ახლა მივდივარ და ბიჭო ახლა ანუ ის მაგ სპეციალური ფურცელი სადაც არის მოწევა ოფიციალური რომ მე ვარ მწვრთნელი ბავშვები მასწავლებლები და მივდივარ ახლა რა თან 2-3 ჩაჭა მეთქი რა მოცეკო არა ვიცი შეგეშალა სხვაში მეთქი რა არ დამტოვოთ ახლა აქ და რაღაც ბავშვები მყავს მისახედი მეთქი და შევედით რა და მე მეკითხები ანუ რა დევსო შეგნით ახლა ამაში იმიტომ რომ რაღაცა ისეთი გიდევთ რაც არ შეიძლებაო აზე არა ვარ ადევ შეგნით და უცებ გამახსენდა ერთ-ერთ ჩვენ კოლეგას დაიმართა ესეთი რაღაცა რომ ცეკვის ფორმა იდო რა და ამ კაბას რომ ძალიან ბევრი თვლები ქონდა მაგ თვლებზე არის ხოლმე რა პრობლემა და უცებ მეც მქონია პრობლემა ხო და უცებ ეგ გამახსენდა და მეთქი კაპადევს მეთქი ცეკვის თქო და შეიძლება მაგის ბრალია თქო რა და ხო კაი გახსნიო მაშინო კაი გახსენი მეთქი რა და მოკლედ გახსნა ეხა ამან და რომ გახსნა ბიჭო
ამოიღო кейსი. რაღაცა кейსია და აი მან მივხვდი რომ უკვე კავა არ არის და დამცხა რა მეთქი ვაიმე და ეს მეუბნება ესე გამომხედა რაღაცნაირი წერვასახით რომ ანუ ვისატყუებ ლაიქ თვალებით რა და ესე დავიცავე ბიჭო არ ვიცი ხა რა უნდა უთხრა და გავხსნივ ამასო რა მეთქი გახსენდით კი ბატონო და უცებ რაღაცა ნელა ამან აწია ესე და დახედავს ამოხედავს სად იყავი მეკითხე კონკურსზე ვიყავი მეთქი აგერ მოსაწვევი მოცეკვავე ვარ მეთქი მემწვრთნელი ვარ ეს ბავშვები ჩემი მოსწავლეები მოდი ვიდეოებს გაჩვენებ მეთქი აგერ აიძმაო და რაღაცა და უცებ აი რა შეიძლება და ყოფილიყო აი არ ვიცი მითხარით ხო უცებ ტიპი აზრობს დრელს და როგორი სახი მაქვს იცი რომ მეთქი what რა დრელი ვიან ტიპი 1 საათი ველაპარაკები რომ მეთქი მოცეკვავე ვარ და ისა და უცებ ტიპი ამოაგდ ესო რა თქინდაო და აუ მეთქი რა უთხრა და აუ მეთქი ჩემოდანი შემეშალა მეთქი მამა მყავს ხელოსანი თქო რა და ეს უნდა ჩამედო იქ დიდბარგში მეთქი და შემეშალა თქო კაბის მაგრა ეს ამოვიღე მეთქი და ესო ჩვენთან უნდა დარჩესო ეხა რა და მეთქი დარჩეს კაცო ბაზარი არ არის თუ თქვენი იყოთ მეთქი გამოტანებულია თუ რა ლიჟბი მეთქი თვითფინავს მიუსწროთ იმიტომ რომ ვაგვიანებდით უკვე რა დაიტოვეს ეს გამოტანეს ეს შემდანი მეორედ გავატარე კიდე გაწითლდა იგივენაირად კიდე მეორედ მიმავრუნეს და ბიჭო მეთქი რა ხდება და ამ შენ ჩანთას გვერდზე ქონია აი ესეთი დიდი ჯბები აი სვერლუებითო დედას ვიცავარ აი არხელა დიდი რკინები და ეს კაცი მიყურებს გაუცებული რომ ესო ამასო ვერ წაიღებოთ იტვინავში უაჩვენლიო და მეთქი ვერ წავიღებ დაიტოვეთ თუ თქვენი იყოს და რაღაც და ნუ მოკლედ მე ისე მოხდა რომ ეს ქალით შეწუხდა რა მაგად გამრო ესეთი პრობლემა შემექმნა და რაღაც გაუთვალისწინებთ რომ მოხდა და ამ ემოციურ ფონზე მოკლედ დაკარგა პასპორტი და რო დაკარგა პასპორტი, მეუბნება რომ პასპორტი დავკარგეო და აუ ეხა მეთქი ეხა პასპორტი დაკარგა, ამ ხალ აეროპორტში რა იპოვის რა და ნუ ეხა რაღაც ნაწილი ბავშვების და ჩემ ძმას და თავის მეწყვილეს ჩავაბარე და მეთქი წადით მიდი თქვენ მაინც მიუსწარით ვინცობა ეხა ამათ მე ამათ მარტო ვერ დავტოვებ. მადლობა ღმერთს რომ მალე ვიპოვეთ რა, მალე ვიპოვეთ, იმიტომ რომ რაღაც აი იქ როდებ ხო იცი რაღაც კალათები რო არის და იმაში როდებ, იქ სადღაც ყოფილა ჩავარდნილი და აი როგორც ჩვენ მიუსწარი ტურნირს 10 წუთით, აი ეგრე მიუსწარით ჩვენს, აი რაღაცა მივედით და რაღაცა რა და ნუ მოკლედ აი ეგეთი რაღაცა უცნაურობა გადამხდა თავს. ბარბარე, ეხლა შენგან მე კიდე რაც მაინტერესებს, როგორც გამოცდილი მოცეკვავე და კიდე დიდი მიზნები გაქვს წინ. შენი მიზნები რა მიზნები გაქვს მაინტერესებს აუმავლოდ და ასევე მაინტერესებს ქართველ მოცეკვავებს და ზოგადად საქართველოს რა რჩევას მიცემდი ამ კუთხით, აი ამ სფეროს კუთხით. ჩემი მიზნები ახლა ეს ვთქვათ საომავლო გეგმები რაც მაქვს, არის რომ უნდა წავიდე ლონდონში. ბლეკპული არის ევროპის ჩემპიონატი, ეხლა აპრილის ბოლოს, არის ევროპის ჩემპიონატი. იქ უნდა ვიასპარეზო. შენ უკვე მაისის ბოლოს არის ბლეკპულის, ნანატრი ბლეკპული. და მგონი მოვიდა ჩემი დროც რო წავიდე. და სემინარები მაქვს, სულ გაკვეთილები, სწავლა, განვითარება, ვარჯიშები და უბრალოდ ამ ამბებში ვარ და ესე. წარმატებები, ახლა თუ ისეთი ადამიანი გვიყურებს, ვინც არის ის ჩვენი სფერო, და ეხა იცნობა, ბლეკპული არის სოფლიოში ნომერ პირველი ტურნირი, სადაც ძველი, უძველესი. ხო, რა, არ ვიცი ხა რამდენი წელია, რაც სტარტდება. საუკუნე. ხო, 100 წელზე მეტია, მოკლედ, რაც სტარტდება 100 წელზე მეტია და წარმატებები მადლობა. ესეთ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე, იმიტომ რომ სოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეები იკრიბებიან სოფლიოს ყველა წერტილიდან აბსოლუტურად და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის სახელიც ეკავ, მთელი საქართველოს შენს გვერდზე ვართ. მადლობა დიდი. საქართველოს და ქართულ მოცეკვავეებს რა რჩევას მიცემდა ბარბარე?
ალბათ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვუსურვებ, რომ იყვნენ ძალიან ძლიერები მენტალურად. მიხედონ თავიანთ ასე ვთქვათ, თვითგანვითარებას, პიროვნულ ზრდას. იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ძალიან დაეხმარებათ ასევე ცეკვაში. მხოლოდ ცეკვაზე არ ყვნენ კონცენტრირებულები. რაც უფრო მეტად ვთქვათ, გააფართოვებენ თავიანთ არეალს, ცოდნის არეალს, მით უფრო უკეთესი იქნება, რაც შემდეგ უკვე გამოიყენებენ ცეკვაში. მენტალურად უნდა იყვნენ ძალიან ძლიერები, იმიტომ რომ არ მინდა არავის შეშინება, თუმცა ცხოვრება არის ძალიან რთული რაღაცებით შეიძლება გადაგხვდეს და მოხდეს და უნდა ვიყოთ მზად. და როდესაც არ უნდა დავუკარგოთ, ეს ვთქვათ, რწმენა საკუთარი თავის. იყვნენ ძალიან თავდაჯერებულები, შრომა არის თავარი ნომერ პირველი გასაღები, რომ მივაღწიოთ წარმატებას. ხო, ალბათ ამას ვიტყოდი, შრომის გარეშე არაფერი არ გამოვა. შრომა, დისციპლინა, ესე constant რო იყოს ყველაფერი, როგორ თქვა, ეს ვთქვათ, მუდმივი ბოდიშით, მუდმივი რო იყოს ყველაფერი, ყოველ დღე ვარჯიში და იმ ჩვენი მიზანი რო გვახსოვდეს ყოველთვის, მუდამ. რისთვის ვიღვიძებთ, რისთვის ცხოვრობთ, ესე ვთქვათ. მოცეკვავებს გვაქვს, ეს ვთქვათ, ჩვენი რაღაც მიზნები დასახული და უნდა გვახსოვდეს ყოველ დღე. შეიძლება არ გზნობდეთ თავს ყოველ დღე, ეს ვთქვათ, მაქსიმუმზე 100%-ზე რო ივარჯიშოთ, ქონია მეც ესეთი მომენტები, რომ შეუძლებელია რომ ყოველ დღე გსიამოვნებდეს და გიხაროდეს ვარჯიშზე მისვლა. ნორმალურია, ჩვეულებრივი ფაქტია, თუმცა აი ეს დისციპლინა, რომელიც უნდა გაგვაჩნდეს ყველას, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი, ეს ვთქვათ, მდგომარეობის მიუხედავად, მაინც ვივარჯიშოთ და მივიდეთ. მქონია ესეთი მომენტები, როდესაც საერთოდ არ მეხალისებოდა ჯიმში წასვლა ან ცეკვაზე მისვლა, თუმცა გამიკეთებია. იმიტომ რომ ჩემთვის დისციპლინა არის ნომერ პირველი გასაღები, ასე ვთქვათ, რომ რაიმეს მივაღწიო, ჩემ მიზანს რომ მივაღწიო. ამიტომ ვურჩევდი, რომ იყვნენ, ასე ვთქვათ, შრომის მოყვარულები, დისციპლინირებულები, არ გაჩერდნენ არასდროს და ყველა მარცხის მიუხედავად ყოველთვის მაინც გააგრძელონ წინ სვლა. არ გაჩერდნენ, ეს არის მთავარი. გადალახონ მარცხი და იყვნენ, ასე ვთქვათ, ძლიერები მენტალურად. ისურვებთ მენტალურ სიძლიერეს გაუძელით. და რავი, მომავალში გატკბილდება ალბათ. აუცილებლად ეგრე იქნება. მადლობა ესეთი მაგარი რჩევებისთვის. მე ერთს რაც შემიძლია რომ პატარა დამატება გავაკეთო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ნიჭი არის უბრალოდ რაღაცის სწრაფად სწავლის უნარი, რაღაცაში თუ ხარ ნიჭიერი, უბრალოდ მაგას უფრო სწრაფად სწავლობ. თუმცა შრომის მოყვარეობა smart work, როგორც ჩვენ გვიყვარს, ჭკვიანურად მუშაობა, რაც თავისთავად ძლიერ მუშაობასთანაც ასოცირდება და არ გამორიცხავს აბსოლუტურად მაგას. ჭკვიანურად უნდა ვიშრომოთ, მიზანდასახულები უნდა ვიყოთ და აუცილებლად გვწამდეს. გჯეროდეს და ის რაც გვინდა რომ გამოვიდეს. შინაგანად უნდა გრძნობდე იმ რაღაცას, არ ვიცი, ვერ ვხსნი ეს რა არის. ალბათ რწმენა, რომ გწამდეს. წამს. რომ მიაღწევა აუცილებლად. უღრმესი მადლობა ბარბარე დღევანდელი დღისთვის. დარწმუნებული ვიყავი რომ ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოვიდა და პირველივე იმიტომ რომ ჩვენ რაღაც პატარა პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის და ისევ ნერვიულობდი რომ არის. ძალიან დიდი მადლობა რომ ესე პირველი სტუმარი მე ამარჩიე. მე მგონია რომ ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე რომ შენერი ჭკვიანი, შენერი ლამაზი და წარმატებული ადამიანი მყავდა ჩემი პირველი პოდკასტის სტუმარი. და ბოლოს შემდეგ სტუმარს რა კითხვას დავუტოვებდი? ხო. რა მისთვის წარმოუდგენელ მსხვერპლს გაიღებდა ცეკვის გამო? ძალიან საინტერესო კითხვაა. ნახოთ რა პასუხი ექნება შემდეგ სტუმარს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბალეშიკო. ასევე ჩვენს გვერდში მიგულე თუ კი რამე დახმარება დაგჭირდება. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა. ჩვენს ძალიან დიდი მადლობა.